მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მადლობა რომ დაინტერესებული ხართ ახალის შესწავლით, გაგებით, ზოგისთვის გახსენება იქნება, ზოგისთვის სულ ახალი იქნება და ძალიან კარგი ინსტრუმენტები მინდა გაგაცნოთ. პირველ რიგში მინდოდა ჯენიალით დამეწყო, მაგრამ რადგან აი ჩატშიც დავწერე, რადგან ბმა გვექნება უფრო უკეთესი, დავიწყოთ ჩვენ ახლა პირველად ნოუთბუქ ელემიდან. ნოუთბუქ ელემი არის ესე ხელოვნური ინტელექტია, რომელსაც აი პარალელურად უნდა გქონდეს Gemini-ც, რომელსაც დავიხმართ ხოლმე პრომპტების შექმნაში, ჩვენ რო არ წეროთ მოთხოვნები, თუმცა შეგვიძლია ჩვენ მის მოთხოვნებს დავამატოთ ჩვენი მოთხოვნებით და ჩავანაცვლოთ, მოდით თვალსაც გავთიშა უკეთესის რო გქონდეს. და ზეპირად რომ არ ვისაუბრო, პარალელურად გაჩვენებთ დროსაც არ დავკარგავ, დღეს შევქმენი სულ რაღაც 1 საათში და გაჩვენებთ რაზე მაქვს საუბარი. აი მაგალითად შლის ნუკრის ნაამბობი, ხა მესამე კლასში გავდივარ ამ თემას და ჩვენთან პატარა მონაკვეთია, მაგრამ თლიანი ტექსტით გავაკეთე და ანუ გავაკეთე გაკვეთილის გეგმაც, მონაცემთა ცხრილიც, პრომპტები შევინახე მაინც რომ თქვენთან ერთად გავაკეთო ხელახლა და ხელახლა ვნახოთ როგორ ვაკეთებთ ამ ყველაფერს. როლები შევაქმნებინე გაკვეთილზე ჩვენ ვიყენებთ როლურ თამაშებს. ეს არის თვითონ ტექსტი, შლის ნუკრის ნაამბობი, პრეზენტაცია აწყობილი, ეს ტექსტები არ გვინდა, ძირითადად უფრო კარგად იტვირთება PDF ფაილები და ესადაც როცა დააპირებთ ხოლმე შემდეგ აქ მუშაობას, PDF ფაილებით იმუშაოთ და ისინი აუტვირთოთ ხოლმე წყაროებში. და რამდენიმე პრეზენტაცია არის და ეს არის სქემები და ძალიან კარგი რაღაცები. წამით ამას ვიდეოებია, 2 ვიდეო არის, რომელსაც ვიყენებთ თავიდან მოსწავლეებთან, სანამ გაკვეთილის ახსნას დავიწყებთ. მოდით ცოტა მოვისმინოთ ესეც. ოღონდ ბოლომდე გესმით ხომ? ყველაზე ალბათ გულის სამაჩუღებელ ნაწარმოებს, შლის ნუკრის ნაამბობს. ისმის ხო ხარ? გავივლით. და ვნახავთ სამყაროს ისე როგორც ის ხედავს. აი პირდაპირ აქედან ვიწყებთ. თავად ნუკრის სიტყვებით. დაფიქრდით. პირველივე წინადადებაში რადევს. ეს უბრალოდ სიტყვები არა. ეს არის განაჩენი. ის პატარა, სრულიად მარტოა და ხვდება რომ ბედმა ყველაზე ცუდ დროს გაწირა. ის გვიყვება თუ როგორია. ტანზე ჯერ კიდევ დაკვეთით ზოგან არის აი კარგად არ აქვს რა დათარგმნილი და ამაზე ვისაუბრებ. ჩლიქებიც კი იმდენად რბილი აქვს რომ გაქცევაც კი გაუჭირდება. ამ ყველაფერს კი ემატება ფიზიკური ტკივილი, დაჭრილი ფეხი. გადავახვევ ხოლმე. უსაფრთხოების განცდა მუდმივ მასაფრთხემ შეცვალა. სავსე მუცლის ნაწილად ახლა რძის მაგივრად ნამს ლოკავს. და თან ვისთან. უზარმაზარ არწივთან, რომელსაც მოკაკული ნისკარტი და ალმასივით მწყინავი ბრჭყალები ჰქონდა. იმ მომენტში მხოლოდ ტყემ გადაარჩინა ისე როგორც ნუკრს აღწევს. პირველი ვახტოვ პარალელურად აი რომ მოვასწროთ და ბევრი ზრდა დავიყარგოს. მისთვის სიცოცხლე დასრულდა და ერთადერთი რაც დარჩა პირილია. ტირილი როგორც ერთადერთი ნუგეში. და აი აქ ნუკრის გოდება უკვე პირდაპირ ჩვენკენ, ადამიანებისკენ არის მომართული. ეს აღარ არის უბრალოდ ობლის ტირილი, ეს ბუნების ხმა, რომელიც პასუხს ითხოვს. რას გიშავებ, რატომ მეკცევი ასე? კითხვა კიდევ უფრო კონკრეტული ხდება. ეს უკვე პირდაპირ ბრაზდება. რა დააშავა დედაჩემმა, რომ ასე უმოწყალოდ ანუ ეს მთლიანი ტექსტის განხილვა არის, მოკლედ, ანუ წინასწარი მიმოხილვა არის. ესეც იგივე არის, ოღონდ ქალის ხმით არის. აქ არის სქემა არის, სქემების გაკეთება შეგვიძლია. ბოლოდან მოვყვები. აქ ცოტა გადიდება შეიძლება ამის. აი ესე იგი ამ საუბარს ვასმენიებთ ბავშვებს, ხო? კი, თქვენ როგორია, თუ გინდათ არ არის, მე უბრალოდ ყველა აი სტუდიაში რაც კი ინსტრუმენტებია, ყველაში გავაკეთე, რომ ზოგ შეიძლება არ დაგჭირდეთ, ახლა ყველას აი მათემატიკა შეიძლება არ დაჭირდეს რაღაც თემაზე, ასე წინასწარ რაღაცის თქმა, თუმცა შეიძლება დაჭირდეს. მაგრამ ყველა საგანში შეგიძლიათ, რა თქმა უნდა, ყველას მარტო ქართულში არა, ყველა საგანში. ანუ ეს არის და ნახეთ კიდე, ნუ ეს ტექსტები არ გვინდა. პრეზენტაციასაც გაჩვენებთ. ანუ ეს მინდოდა რომ ყოფილიყო შინაარსის მიხედვით და თუმცა შინაარსი ახლა იმხელა 4 თავია სულ ვერ დაიტანდა 15 სლაიდზე 15 სლაიდი მივეცი. მაგრამ აქ ნახეთ როგორ არის, გავადიდებ და უფრო კარგად შეხედავთ.
აი მისი სიტყვები არის, აი ესე ჩასმულები ხოლმე. აი მისი სიტყვები ტექსტიდან და პარალელურად ახსნები აქვს. აი ნახე, ესეთი პრეზენტაცია რომ გავაკეთოთ, ხო, რამდენი შრომა გვჭირდება, რამდენი ფოტო უნდა შემოვიტანოთ, აი რამდენჯერ უნდა შევიტანოთ ტექსტი. და ძალიან ისე, რა ვიცი, მე ძალიან მომწონს. კარგია ძალიან ძალიან. ლამაზია. ნეტა ესეთ დონეზე რო ვიყო, რაღაც ვისურვებდი. ხო და ვიდრე ამ დონეზე გახდებით, ჯერ ამით ისარგებლეთ და შემდეგ პარალელურად გახდებით. თავიდან არავინ არაფერი არ იცის, თუ მოვინდომებთ ყველაფერი. ნახეთ როგორი კარგია. კი, მართლაც ძალიან კარგად აქვს ნამუშევარი. კი, და ნახეთ ახლა წეგან გითხარით ისინი რომ აქვს აი მაგალითად სადღაც არის შეცდომები იმ მხრივ რომ აი მაგალითად აქ ინგლისური ნაწერი დარჩა. სადღაც შეიძლება სიტყვა იყოს ერთი წუთი ვნახო თუ არის სადმე ისეთი სიტყვა იყოს რაღაც არასწორად. ამის ჩასწორება იქვე შეგვიძლია პრეზენტაციაზე. მეორე სლაიდი მოძებნია, მანდიყო. ეს იყო პირის მეორეზე ხო არ იყო? ნუ ერთი სიტყვით, თუ კი სადმე იქნება. ამაში არა, იმ მეორე ვიდეოში. მეორე პრეზენტაციაზე იყო, კი. და თუ კი სადმე იქნება ისეთი შეცდომა, რომელიც რა თქმა უნდა გასწორდეს, ჩვენ შეგვიძლია იქვე ჩავასწოროთ, იქვე შეიძლება გასწორება და ან მაგალითად მე გავაკეთებდი ასე, ხა იქ აღარ ვიწვალებდი ხელახლა. შევიდოთ ინსერტებში და აი აქ დავასვავდი ამაზე სასაუბრო ველს და აი ამაში ჩავწერდი, შეუცვლიდი რა თქმა უნდა ფონსაც, ფერსაც, ყველაფერს და აი აქ გავაკეთებ, ჩავწერდი ესე. არ ვიწვალებდი ხელახლა არ გავაკეთებ, თუმცა იქაც შეიძლება გააკეთო. და აი აქ როცა სიტყვა არის, ვთქვათ პაწაწავა რობოლი და ვთქვათ რობოლის შორეს აღამომშვიდობის ბოდიში შემოგვიანდა. არა უშავს, თუ ახლა დავიწყეთ, ჩანაწერი გაკეთებულია და დაწყებულია და შეგიძლია თავიდან უყურო, უბრალოდ გაცნობა გვაქვს ჯერჯერობით. და იქვე შეგვიძლია ჩავასწოროთ ტექსტი, ან შემდეგ გადმოწერილზეც შეგვიძლია ჩვენ თვითონ გავუკეთოთ რედაქტირება თითოეულ რესურსს. ეს მესამე პრეზენტაცია. აი ნახეთ როგორი კარგია. აი აქ არაფერი არ გამიკეთებია მე ჩემი ხელით, ყველაფერი უბრალოდ მივეცი ბრძანებები, მივეცი მოთხოვნა რა მინდო და რა უნდა გაეკეთებია. და ასე რა უნდა გაეკეთებია, ესეც არ არის ბევრ შრომას არ მოითხოვს ჩვენგან, უბრალოდ უნდა გადავამოწმოთ აუცილებლად, რას გვიწერს და რა უნდა გვოვიდეს და რა თქმა უნდა ბავშვებამდე არ მივიტანთ ისე, სანამ არ შევამოწმებთ. და გასწავლით პრომპტებით როგორ უნდა ჩაუწეროთ ბრძანებები. ისა, თქვათ რამე შეცდომათ არის და შეგვისწორებს ხო მე, როცა წავიკითხე. გასწავლთ, კი, როცა გადავართ სლაიდებზე, აი თვითონ ამ რესურსზე როცა გადავალთ და მის შექმნას და განვიხილავთ, იქვე გასწავლით როგორ უნდა ჩავასწოროთ ტექსტი. ჩვენ ჩავასწოროთ. კი, ჩვენ თვითონ ჩავასწოროთ, მივწერთ უბრალოდ ქვეშ აქვს ველი, რომელშიც იწერება, რომ ეს სიტყვა შემისწორი ასე. კარგი. ნახეთ როგორი კარგი პრეზენტაციებია. ამის გარდა მათემატიკაშიც მაქვს გაკეთებული, მაქვს ახლა არიფანას გავდიოდი მესამე კლასში და იმათვისაც ისეთი კარგი ის გავაკეთე პრეზენტაციები, მშვენიერი პრეზენტაციები გავაკეთე. აი ნახეთ ახლა გაკვეთილის გეგმა. რამდენი უნდა ვწეროთ, გაკვეთილი დავწეროთ, ხო? გაკვეთილის გეგმა დავწეროთ. აი ჩამომიწიკწიკა გადასარევად თავის ცხრილებით გავუკეთე ყველაფერი, იქ როლური თამაშიც ჩავსვი. და ჩვენ თუ კი რამე არ მოგწონს და არ გვაკვაყოფილებს ამ გეგმაში, მივწერთ იქვე და ჩაგვისწორებს. ის მონაცემთა ცხრილი იყო გასაკეთებელი, ისიც გადმოვიტანეთ. ასე შემდეგ. ეხლა უცებ მეორესაც, ბატონო. აქვე ჩაგეკითხებით. ინდივიდუალური სასწავლო გეგმაც ხომ არ დაგიწერიათ? არა, ინდივიდუალური არ დამიწერიათ. ეხლა მე მართალი გითხრათ, ბევრი დრო არ მქონდა და ძალიან ცოტა დროში მოვასწარი ამის გაკეთება და ყველაფერი შეგიძლიათ მიუთითებთ. აი სასწავლო გეგმას აუტვირთავთ ყველაფერს, მჭირდება დაუშვათ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისთვის და ყველაფერს ითვალისწინებს. ოღონდ თქვენ მიეცით სწორი ბრძანება, რა უნდა გაგიკეთოთ, სწორი მოთხოვნა გაუკეთეთ. აი ნახეთ რა ლამაზი გააკეთა ესეც. არიფანას დღესასწაულზე. არაჩვეულებრივი ნამუშევრებია, ძალიან კარგია მომწონს. შორი, ანუ როგორც ხვდები სლაიდისთვის ფოტოებს ჩვენ აღარ ჩამოვტვირთავთ PowerPoint-ისთვის და არაფერს არ ვტვირთავთ.
ხო, ბრძანებით ვასრულებინებთ მაგ ყველაფერს? ბრძანებით ვასრულებინებთ ყველაფერს. ანუ ეხლა. მაგას ვასწავლი, ხო? კი, კი. მაგის გაკეთება, კარგი. ეხლა ეს აი გვერდი გამოიყურება აი ასე. ნოუთბუქ ელემი. და სად უნდა ვიპოვოთ? როცა აი აქ ბრაუზერში ახალს ხსნით, ნახეთ, ახალს ხო ვამატებთ რაიმეს. აი აქ არის 9 წერტილი. პარალელურად მოდი თქვენც რო გააკეთოთ. და აქ უნდა იყოთ მეილით შესული, ხო ხართ ხოლმე ბრაუზერში მეილი შეგავთ. ჩვენ დრაივზე რო შევდივართ? დრაივზე არა, ჩვეულებრივად Google-ში როცა შედიხართ, რაიმე საძიებო ველი რო გჭირდებათ გახსნათ. ჩვეულებრივად ბრაუზერ, მეთქი Google-ის იქიდან. არ ჭირდებათ, აი აქ Google-ში საძიებო ველს რო გახსნით, ნახეთ, აი აქ არის 9 წერტილი. 9 წერტილიდან, რადგან ბოლოს დამატებული აპლიკაცია, სულ ბოლოში არის ნოუთბუქ ელემი, აი აქ. აქ რო შედიხართ, მე უკვე რადგან შესული ვიყავი, გადამიყვანა ჩემ გვერდზე. და ეს არის მე ახლა რამდენიმე მაქვს აქ გაკეთებული და სხვა მეილითაც გაკეთებული მაქვს მეორე კომპიუტერზე, აქ რაც მქონდა ამ მეილით, ის არის დაფიქსირებული და დატოვებული. შეგიძლიათ ამის სახელების გადართმევად შემდეგ. აი ნახეთ, აქ მიდიხართ და სათაურის რედაქტირებას აძლევთ, თავიდან არ აკეთებს სათაურით არ გიკეთებთ. და ახლის შექმნას გინდაც აქედან დავიწყებთ, გინდაც აქედან დავიწყებთ. ეხლა რას ვაკეთებთ? მოდით დროებით ამას ჩავხურავ და თვითონ ველს განვიხილავ, როგორი სახე აქვს აი ამ ჩვენს დაფას. სამი ჩანართი კი არა, სამ ნაწილად არის გაყოფილი. პირველ მხარეზე იტვირთება წყაროები, ანუ რას ვაწოდებთ, რის საფუძველზე უნდა გაგვიკეთოს, გეგმა იქნება თუ ღონისძიების ის იქნება რაიმე ღონისძიების სცენარის დაწერა თუ რა ვიცი, რაც იქნება, ერთი სიტყვით. აქ ვამატებთ წყაროებს და გეტყვით როგორ დაამატებთ. ეს არის ჩვენი სამუშაო ველი, სადაც იტვირთება ატვირთულიდან აქ გადმოაქვს შემდეგ შინაარსი და აი აქ არის ჩვენი სასაუბრო ჩეთი, სადაც ჩვენ შეგვიძლია კითხვები დაუსვათ, მოთხოვნები გაუკეთოთ. და აი ეს მესამე არის სტუდია, რომელიც ქმნის არაჩვეულებრივი ნამუშევრების წეღარას გაჩვენებთ. ეხლა ეს არაფერი არ მაქვს ატვირთული, რა თქმა უნდა, გაღიებებულია. აუდიო მიმოხილვის გაკეთება შეგვიძლია ვიდეო მიმოხილვაც გავაკეთოთ, მოხსენებები გავაკეთოთ, ტესტი, ძალიან კარგია ტესტებისთვის. თუ ეტყვი რომ 10 ტესტი გამიკეთეო, 10 ტესტს გაგიკეთე. თუ ეტყვი რომ 100 ტესტი გამიკეთე ამ ტექსტიდან, 100-ს გაგიკეთებთ. მონაცემთა ცხრილის გაკეთება, სლაიდების დასწრა, ეს იყო, რომელსაც ჩვენ სლაიდებს PowerPoint-ს რო ვეძახით, გონებრივი რუკა წეგან გაჩვენეთ პირველი რომ იყო. სლაიდები უკაცრავად. როგორ? რომელი გვერდია? უკაცრავ ვერ გავიგელენე. სლაიდების დასწრისა, რომელია? აი ეს არის სლაიდების დასწრა. აი ეს არის. აქ რო შევად, აქ ვაკეთებთ სლაიდებს. გონებრივი რუკა აქ კეთდება, ფლეშბარათები აქ კეთდება. ფლეშბარათები ვიცით როგორი სახე აქვს, ისედაც ჩვეულებრივი ფლეშბარათები არის. უბრალოდ რა ხდება, იცით? ფლეშბარათები და ტესტები არ არის პირდაპირ ჩამოსატვირთი. შეგვიძლია დავაკოპიროთ და ისე გადავიტანოთ Word-ის ფაილში. და ინფოგრაფიკა. ეხლა დავიწყოთ, მე ეხლა ვიდრე ამას ჩატში წერს ვიღაცა ვერ შემოვდივარო. ჩვენ Facebook-ის ჩატში. Facebook-ის ჩატში. დადია ხო, ნინო სამხარაძე. მეგონია მული მქონდა. ამით შემოვიდეს იქნებ. ვიცი მე არ მიჩანს აქ მოთხოვნა არ იყო. აი ნონა ვიღაც კიდე. აი ნონა წეგან ხო იყო და გავარდა ისე. არა, მე ვარ უბრალოდ ტელეფონით ვცდილობდი კიდე შემოსვლას და გასაგებია. კარგი. კარგი. აუ მიწერეთ რა ნინო თუ შემოვა, მე ვერ ვაქცევ ყურადღებას. ნატო შენ გთხოვ რა რომ მიწერო. და ახლა ნახეთ, ამისთვის პირველად რო დავიწყოთ მუშაობა ამ გვერდზე, რომ პირდაპირ გითხრათ, აი არ გავწელოთ და ამდენი მაგალითი არ ვაკეთოთ, გადავიდეთ მოქმედებაზე პირდაპირ, უნდა ავტვირთოთ წყაროები. წყაროებში ხა რა გვინდა, ჩვენ ძირითადად მასწავლებლები ვართ, უმეტესობა, რა თქმა უნდა, უმეტესობა ყველა მასწავლებელი ვართ და გვჭირდება გაკვეთილის გეგმა. დაუშვათ, გვჭირდება გაკვეთილის გეგმა. გაკვეთილის გეგმა რო ავტვირთო, ამისთვის მე მჭირდება თვითონ ის გაკვეთილი, რა გაკვეთილი არის. მაგალითად, ეს არის
თვითონ მარტო ტექსტი მაგ ან სურათი მაქვს თუ ანუ რაც მაქვს მასალა. მაგალითად მე გამიკეთებია ხოლმე გაკვეთილის სკრინშოტი, გაკვეთილის ფურცლიდან, იმასაც დავუთავ, ამ გაკვეთილზე მჭირდება მე გეგმის შედგენა, დავუთავ, ძალიან კარგი არის თუ დავუთავთ ეროვნულ სასწავლო გეგმას, მაგრამ ამ შემთხვევაში ახლა მე რადგან შვილის ნუკრის ნაამბობს ვაკეთებდი, ისევ აქედან დავიწყებ, იმიტომ რომ ბევრი დრო რო არ დავკარგო წერაში, გავაკეთე პრომპტებიც და პრომპტებს ვაკეთებთ Gemini-დან. ნახეთ როგორ ამასაც გაჩვენებთ ახლა როგორ ვთხოვეთ Gemini-ს რომ გაეკეთებია ჩემთვის პრომპტები. მოდი აგერ შევნახავ. აი ხო გვაქვს ჩვენ შემდეგ რომ უნდა გადავიდეთ სტუდიაში სამუშაოდ აუდიო მიმოხილვისთვის რამდენიმე ვარიანტი გამიკეთა. ბოდიში ერთი წამი ანუ ჩარჯიდან არ აკეთებ? ChatGPT-ს არ ვხმარობ მართალი გითხრა. ვიყენებ Gemini-ს და იგივე იქნება, აი ვერ გეტყვით ახლა ისიც იმუშავებს რა თქმა უნდა, მაგრამ უბრალოდ მე ჩემთვის ეს უფრო მოსახერხებელია და მე იგივეა, მაგრამ ნახეთ, ოღონდ Gemini-ს აქვს უფრო უკეთესი ქართული შინაარსის გაგება, უფრო კარგად იყენებს და ამიტომ ქართულიც და შემოთავაზებებით და ვერსიებიც უკეთესია. ნახეთ, მე გავააქტიურე პლუს ვერსია 7-ლარიანია და ეს რა თვეში და ძალიან კარგი შესაძლებლობა აქვს. გუშინ მჭირდებოდა ვიდეოს აი ფოტოს გადაკეთება ვიდეოდ, რომელსაც პატარა ტექსტს დაურთავდი და არაჩვეულებრივად გააკეთა Gemini-მა ეს. უბრალოდ შეზღუდვა აქვს, მაინც 5 ვიდეოს გიკეთებს, მეც არ აკეთებს და 15-ლარიანიც იყო და არ ვიცი ხა 15-ლარიანს რამდენი ქონდა შესაძლებლობა 7-იანი გავააქტიურე, გუშინ რომ ენახა როგორი იყო. და ძალიან კარგად გააკეთა. აი მოდი ბარი უცებ ამასაც გაჩვენებთ. პლუსის შემთხვევაშიც გაძლევთ 5 ვიდეოს გაკეთების. კი, მაგასაც აქვს, მაინც აქვს შეზღუდვა. მეცადეს რომელი იყო აღარ მახსოვს. ეს იყო აღარ მახსოვს რომელი. წამით. ფოტოა თუ ვიდეო აღარ ვიცი. ეს არა. ჩვენ ახლა თანხა უნდა გადავიხადოთ თუ როგორ ხდება? არა, ახლა არ ჭირდებათ. ახლა არაფერი არ ჭირდებათ. უბრალოდ მე თუ დაგჭირდებათ თქვენ Gemini-ში დამატებითი იმის მიღება, მომსახურების მიღება, მაშინ შეგიძლიათ გადაიხადოთ ეს 7 ლარით, მეტი არაფერი არ უნდა. ჩვენთან ინგლისურად არის და ისა და ესე გამოვიდა ეკრანზე ტელეფონიდან დაგანახებ თუ და როგორ განაყენებს? აი ასე უხედავ. რა არის ინგლისურად? ეს ის გვერდი. ცოტა დაწიეთ. შეგიძლიათ გვერდის გაქართულება, ნახეთ როგორ უნდა გააკეთოთ გვერდის გაქართულება. აი თავისუფალ ადგილზე მიიტანეთ მაუსი, აი მაგალითად აი აქ მაქვს ნახეთ მაუსის მარჯვენა ღილაკს დააწყებეთ და მიეცით ქართული. ყველა გვერდის გაქართულება შეგიძლიათ ასე? როგორ? კი, მასე გადაქართულდა. კი ბატონო. აი ახლა დავიწყოთ მუშაობა და ხელახლა გავაკეთე. ანუ მე რაც გამიკეთა, რადგან პრომპტები მაქვს ამის, უბრალოდ ჩვენებაც მინდოდა რომ გენახათ რისი შექმნა შეიძლება და თქვენ რა თქმა უნდა თქვენ თემებს აიღებთ თქვენი საგნების მიხედვით და ისე გააკეთებთ. შეგვიძლია წყაროების დამატება აქედან და ნახეთ ვებში ძიებას. ანუ თუ მე ვაკეთებ მაგალითად თქვათ სულხან-საბა ორბელიანზე მინდა რაღაც გეგმები შევადგინო, ან ღონისძიება გავაკეთო, ან რაღაც გავაკეთო, აქ ჩავწერთ რომ სულხან-საბა ორბელიანზე მომიძიოს ინფორმაციები. მაგრამ ამ შემთხვევაში მე არ მჭირდება ხა ბევრი ინფორმაციაც არ გვინდა, მე მას გაფილტრა ჭირდება და არ არის აუცილებელი ყველაფერი აქ მოყაროს, რასაც კი ინტერნეტში იპოვის. მე მირჩევნია მე თვითონ აუტვირთო ის წყაროები, რაც მჭირდება. აი წყაროებით და აი ნახეთ ვაჭეთ პლუს ნიშანს და ვეძებთ. აი ფაილი აგერ არის ფაილების ატვირთვა. რადგან მე ეს უკვე ჩამოტვირთული მაქვს. ეგ. შვილის ნუკრის ნამბობი ტექსტი PDF ფაილში მაქვს და ამას ავტვირთავ. და მინდა კიდე ავტვირთო ანუ რა მოთხრობაზეც ვაკეთებთ, იმ მოთხრობის PDF ფაილი შეგვიძლია ავუტვირთოთ. კი, რა გაკვეთისეთ? შეგიძლიათ ფოტოს სახით და ჩავდო, მაგრამ ფოტოს PDF-ში ჩავდეთ უმჯობესია.
აქ მინდა ეხა მე ქართულის მქონდა ჩამოტვირთული სასწავლო გეგმა. ტექსტი ჩვენ უნდა მივაწოდოთ თვითონ რომ რა მოძებნოს თქმა არა. უნდა, რა თქმა უნდა, თვითონ ვერ მოძებნის, თქვენ უნდა მიაწოდოთ ტექსტს საწავეყე ნეტა. მე თუ საწავახს. იმიტომ არ მიძებნის, მოდიში ნახეთ. მე ხო გითხარით, რომ აუცილებლად PDF-ი უნდა თქვა და ეს ჩამოტვირთულები მაქვს ეს ქართულიდან ლიტერატურა ეს არის ბოდის ფაილი და ამიტომ არ მიძებნით და მეთქი მქონდა ჩამოტვირთული, რატო ვერ პოულობ. აუცილებლად გადააკეთეთ PDF ფაილად. აუტვირთოთ, ხმა თუ შეიძლება რომ გაუთიშოთ. აი აქ ავტვირთოთ. აკვირდე ლიტერატურის ეროვნული სასწავლო გეგმიდან. და ეხლა მან რაც წაიკითხა, ვეუბნება რომ მოცემული ტექსტი წარმოადგენს ვაჟა-ფშაველას კლასიკურ მოთხრობას შლის ნუკრის ნამბობი, რომელიც გადმოცემულია პატარა დაობლებული ნუკრის პერსპექტივიდან. შინაარსი წერს მოკლედ. და ახლა გვაქვს რამდენიმე კითხვა, რომელზეც შეგვიძლია ჩვენ პირდაპირ დავეთანხმოთ, ამაზე მოგცეს პასუხი. როგორ აღწერს ნუკრი თავის წრებს და მათთან შეხვედრის შიშს? ამაზე გვჭირდებაო რესურსი რაიმეო. რა როლს ასრულებს ბუნება და ტყე დაობლებული ნუკრის გადარჩენაშიო? რა არის ვაჟა-ფშაველას ამ ნაწარმოების მთავარი სათქმელი ადამიანების მიერ? მოდი ამ ერთ-ერთს დავეთანხმები, ხამ წუთში არ მჭირდებოდა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აი ამას დავეთანხმოთ და ვნახოთ რას დაგვიწერს. აი უკვე წერია რა არის მისი მთავარი სათქმელი. ახლა არ წავიკითხავ ამას რა თქმა უნდა. გადახედეთ უბრალოდ. და რას ვაკეთებთ ამის შემდეგ? აი ეს რო ჩაიკარგოს ჩატში, შეგვიძლია აი აქ ჩანიშვნები რო აწერია, ჩანიშვნები შენახვა დავაწყებოთ ამას და აი აქ გადაგვიხდება ჩანიშვნებში, აი აქ გვექნება ადვილად რომ მივაგნოთ, ასე რომ ვთქვათ. და აქ ვიწყებ წერას, რომ მე მჭირდება ეხლა მას თავიდან. დამიწერე დეტალური გავაშელაშვილმა ხათუნა ვიქნებ მიკროფონი გათიშოს. ალბათ მე აქედან ვერ უყურებ ეხლა ვინ ხმები შემოდის. დამიწერე დეტალური ფეთილის გეგმა. მოდი ეს ახლა მოდი ჩვენ ავიღოთ მეხუთე კლასისთვის იყოს, იმიტომ რომ მესამე კლასში ამ ხელა ტექსტი არის სწავლება, ისწავლება პატარა მონაკვეთი და დეტალური გაკვეთილის გეგმა. მეხუთე კლასის მოსწავლეებისთვის. მეოთხესთვის რო იყოს უფრო. კი ბატონო, იყოს მეოთხე. უბრალოდ მეხუთეში ისწავლება. მეოთხე კლასის მოსწავლეების, მესამეზე მქონდა მე გაკეთებული მონაკვეთი იყო, დამიწერე დეტალური გაკვეთის მეოთხე კლასის მოსწავლეებისთვის. მჭირდება შეფასების კრიტერიუმებიც. და გავითვალისწინოთ ახლა რომ მყავს კლასის მოსწავლე და მასეც მოარგოს. მოსწავლეზე ახლა არ მქონდა მე გათვალისწინებული. მორგებული. აბა ნახოთ აბა რას გაგვიკეთებს. თუ არ მოგვეწონება, კიდევ დაუბრუნდეთ, ჩაუღრმავდებით, თუნდაც გვეკითხება, რაში გჭირდებათ უფრო მეტი ინფორმაცია. და ძალიან მალე აკეთებს გენერირებას. ვნახოთ რა გაგვიკეთა. აი აქ მითითებული არის თვითონ ტექსტი და ნახეთ, საიდან აიღო, იმასაც გვიჩვენებს. აი ეს საიდან აქ აღებული აქ გაჩვენებს. რომელი ადგილი და გაკვეთილის მიზნებით ჩვეულებრივ, აი ნახეთ, სპეციალური საზოგადოებრივი საჭიროების მქონე მოსწავლისთვისაც არაჩვეულებრივად აქვს გაკეთებული. აი ნახეთ, ყველა ფაზაზე აქვს, აი ყველა ფაზაზე აქვს გათვალისწინებული. ეს ძალიან გაგიადვილებთ მუშაობას. შეფასების კრიტერიუმებით და ყველაფერი აი აქ არის. ეხლა რას ვაკეთეთ ამის მერე? თუ მე ეს გადავხედე და უკვე მომეწონა, ეხლა დეტალურად განხილვას ვერ შეუდგები ამის თქვენ გადახედეთ მერე, როცა თქვენ თვითონ იმუშავებთ თქვენთვის სასურველ გეგმაზე, გადახედეთ, თუ არ მოგეწონებათ, შეუბრუნებთ აქ კითხვას, ჩაუღრმავდებით და ასე შემდეგ. და ამას ვაკეთებ ჩანიშვნებში. და ინახავს ჩანიშვნებში. ეხლა მე ამას შემიძლია, ნახე როგორ გავაკეთოთ, ყველა სპორტის კომიტეტს არ გვინდა ექსპორტირება დოქში. ნახეთ, უკაცრავად ჩანიშვნებში როგორ უბრალოდ აწკაპებთ, ხო? აი აქ მარტო დააწკაპებთ და პირდაპირ გადმოხდება აი აქ ეხლა
აი მას წავშლი ახლა მეორედ აღარ მინდა 2. და ამის მერე შევდივართ და მესამე ბრძანება, რომელიც გვეუბნება, რომ ექსპორტი გავაკეთოთ docs-ში, ანუ გადაიტანოს Word-ის ფაილში. Word-ის ფაილიდან ძალიან მარტივი ეტაპი ჩამოვიდეთ აქედან. ახეთ შევდივართ ფაილებში, ვაძლევთ ჩამოტვირთვას. ეს იყოს PDF დოკუმენტი, არ გვჭირდება, უნდა იყოს Microsoft Word-ის დოკუმენტი და ჩამოვიტვირთთ და შევლებთ. აი აქ ნახეთ, უკვე ჩამოვიდა. ანუ რასაც გააკეთებთ, შეგიძლიათ ეგრევე ჩანიშვნებში შეინახოთ, Word-ის ფაილი თუ არის, შევლებთ, აი სამწერტილი არის ბრძანება, რა გავაკეთოთ ამა თუ იმ მიღებული რესურსიდან. კარგი, დამაკმაყოფილა მე ამ გაკვეთილმა, მეტი არაფერი აღარ მინდა და ახლა გადავდივარ დამატებით რესურსებზე, რა მჭირდება გაკვეთილზე გამოსაყენად, რა გამოვიყენო. შეიძლება მე ყველა არ მჭირდებოდეს, აი თითოეული არ მჭირდებოდეს ახლა ყველა გაკვეთილზე, მაგრამ მოდი გავაკეთოთ ვიდეო მიმოხილვა. აუდიო მიმოხილვა მარტო ხმა ისმის და მოდი გავაკეთოთ ესეც ვნახოთ. უბრალოდ ბევრი დრო წავა ამაზე. აი ეს ინფოგრაფიკაც კი მოუხდებოდა ისე. ვიდეო მიმოხილვა გავაკეთოთ. გავაკეთოთ ვიდეო მიმოხილვა. ამოდის ასეთი გვერდი. სამუშაო გვერდი. ამხსნელი იყოს ეს თუ მოკლე მიმოხილვა იყოს. რა თქმა უნდა იყოს ამხსნელი. აქ ენა აუცილებლად ქართული აირჩიეთ ჩამონათვალში. და აი აქ იწერება ის პრომპტი. პრომპტი იწერება ჯემინს უნდა კითხოთ, აი აქ მაგალითად კითხავ დამიწერე პრომპტი, აქ აუტვირთე კიდევაც მე დამიწერე პრომპტი. დეტალური პრომპტი. პრომპტი, ეს იყო ვიდეო ინსტრუქციის. შორინა, მან რა აუტვირთეთ? არაფერი არ ამიტვირთავს, ეს წერანდელი ნამუშევარი ჩანს უბრალოდ. არაფერი არ ამიტვირთავს, დამიწერე დეტალური პრომპტი ვიდეო მიმოხილვისთვის. და როცა თქვენ ერთხელ უკვე მისცემთ ამას ბრძანებას და ერთ ჩატში იმუშავებთ ჯემინში, ხელახლა აღარ გჭირდებათ მითითება, რომ თქვენ შლის ნუკლის ნაამბობზე მუშაობთ. თვითონ ავტომატურად იმაშება. ეს ესა დამიწერე დეტალური რა სიტყვა თქვით, ის ვერ გავიგე კარგ. პრომპტი. ვიდეო მიმოხილვისთვის. ნახეთ, რაზეც მუშაობთ. აი აქ ხო მუშაობ, ახლა მე მინდოდა ვიდეო მიმოხილვის და აქ მჭირდება პრომპტი. ახლა მე აქ ამას აღარ დავაწერინებ, თუმცა კარგი დავაწერინო. მიმოხილვისთვის მიუთითო ფაილს პირველ SMS-ში უთითე ფაილს რომელ გვერდზე მუშაობ, თუმცა იცის. ანუ შორინა, ეს ჯემინი ცალკე გავხსენით, ხო? კი, ჯემინი ცალკე უნდა გქონდეთ ეს იქნება თქვენი დამხმარე მარჯვენა ხელი, რომელიც მოგეხმარებათ, აი შქვის მაგივრად სხვა რო დაწეს თქვენს მაგივრად. ელენში სამუშაოდ. აი მე მაინც უტვირთავ ხოლმე ზოგჯერ ფოტოსაც, თუმცა არ ჭირდება, მაგრამ ამიტვირთავს ხოლმე რომ კარგად მიხვდეს რა მაქვს მე მოთხოვნებში. აი სტუდიის ფოტოს უტვირთავ ხოლმე. აი აქ მჭირდება და ვნახოთ აბა რას დამიწერს. ამერც დავაწერინებ ხოლმე და დანარჩენი მზა მაქვს რომ დრო აღარ დავკარგოთ. და დაველოდებით ცოტა ხანს და აი უკვე გააკეთა პრომპტი ვიდეო მიმოხილვისთვის. ნახეთ ახლა როგორ დაწერა. შექმენი ვიზუალური და აუდიო მიმოხილვა ვაჟებშაველას მოთხრობისთვის შლის ნუკლის ნაამბობი, რომელიც გადმოცემს ბუნების სილამაზისა და ობლობის ტრაგიზმს. ვიზუალური სტილი და გარემო, აი ამ ყველაფერს, აი ამას წავიღებ ახლა მე დავაკოპირებ და ვიწყებ ბრძანებიდან რომ შექმენი, ანუ შემიქმენი. გადმოვდივარ აი აქ და ეს არის ჩემი სასაუბრო ველი მისთვის დავალების ველი და ვაძლევ გენერირებას. ამ გენერირებას ცოტა დრო ჭირდება, ხა იმ წუთში კი არ გაკეთდება. თქვენ პარალელურად გადადით სხვა რაღაცების გაკეთებაზე. ამას და ახლა ის ტრიალებს და ხო არ დაველოდებით. ახლა მოდი რომელი გავაკეთოთ. ნახეთ მე მაქვს ყველასი პრომპტები. მოხსენებები როგორ გააკეთოს, აუდიო მიმოხილვა, მოხსენება, ტესტი. მოდი ტესტი ხო ავსინჯოთ. კი, ვსინჯოთ ტესტი. ტესტი ვნახოთ აბა. კი ბატონო, ნახეთ, კრიტიკული აზროვნება თუ მაღალ კლასებთან მუშაობთ, კრიტიკული აზროვნება იყოს. მოდი მე ეს მაგ არჩევით ბოლოიანი ტესტები მაქვს პატარებისთვის და მოდი გავაკეთებ მეორე შემთხვევაში, რაც მაქვს მეორე ვარიანტად. ნახე, აი მესამე ვარიანტიც ამომიდო. შეგიძლიათ სამივე გააკეთოთ. უბრალოდ დროის გამო ვერ ვაკეთებ ყველას ახლა, იმიტომ რომ მეორე პლატფორმაზეც მინდა მუშაობა რომ გასწავლოთ და ვერ მოვასწრებთ და ძალიან დიდხანს მოგვიწევს ყოფნა და
ნახეთ, ეს იყო ახლა ტესტი. ახლა მინდა რომ მე ტესტი გააკეთოს. ტესტში იყოს კითხვების რაოდენობა იყოს სტანდარტული, საშუალო ნაგუსტანი, ნუ ადვილი არ გვინდა, საშუალო იყოს და რა იყოს თემა. ვაგდებთ აქ აი ტესტ. ჩვენ არაფრის წერა არ გვჭირდება, უბრალოდ გადახედეთ, რომ ნამდვილად გინდა თუ არა ის, რასაც გიწერთ. მიმდინარეობს ტესტიც. ახლა რა გავაკეთოთ აქედან? გონებრივი რუკა? თუ რომელი? სლაიდები გავაკეთე. სლაიდების დასტა. კი ბატონო, სლაიდები როგორ კეთდება ეს? კი, ჩვენ სურათები წინასწარ უნდა გქონდეს მომზადილი თუ როგორ? არაფერი სურათი არ გვჭირდება, თვითონ აქვს ყველაფერი, არაფერი ჩვენ არ გვჭირდება. საერთოდ არაფერი არ გვჭირდება. სწორედ, ოფისი ერთი წუთი ჩემო გოგო გამომაგდო ეხა მე და ნახე Google-ის ბრაუზერის 9 უჯრიდან სად უნდა შევიდე ეს შემახსენე და დანარჩენს მე თვითონ. სულ ბოლოში ჩამოდი და იქ აწერია notebook ელემი. კაი, გენაცვალე notebook. კი, აგერ არის. Notebook, კაი. გასაგები. კი ბატონო. ეს სად მაქვს აჰა. და მეკარგა ტესტი არა, მოხსენებები არა. აგერ არის. სად მაქვს ნეტა? შორე, ერთი წამით ეხლა რას დავაზუსტებ, მაგალითად მაგშulis ნუკრი და გადავუღე ტელეფონით დავსკრინი, ასე რომ ვთქვათ, ფოტო გადავუღე ტექსტს და ჩავაგდე აქ. მაუცილებლად ეს სურათის ფორმატი PDF-ად უნდა გადავაკეთო თუ შეიძლება არა იტვირთოს და შეგიძლიათ დასვა ფურცელზე და PDF-ად გადააკეთო. ხო, მოდი დავწერე ხა, მოდი ვერ ვიპოვე, რატომაც არ შემინახავს როგორ ჩანს სლაიდებისთვის და ამიტომ აი აქედან ნახეთ, ბევრი რო ავწერო, აქედან დავაკოპირებ და დავარედაქტირებ, შემიძლია დეტალური პრომპტი სლაიდების დასტისთვის. სლაიდების დასტაში უნდა შევიდე, მაგრამ ტექსტი უნდა მქონდეს ატვირთული აუცილებლად. კი, რა თქმა უნდა, სანამ დავალებას მისცემთ, მანამდე უნდა გქონდეთ თქვენ ზადავალება მისთვის. მე არ წერო. შეგიძლიათ თქვენ ეს ჯემნე სულ არ დაიხმაროთ, თქვენი მოსაზრება დაწეროთ და თქვენ რაც გინდათ და რაც სურვილი გაქვთ ის დაწეროთ. ქართულს კითხულობ ჩვეულებრივად. კი, გასაგები. აი ნახეთ ახლა სლაიდების დასტის. აი მაგალითად ავიღო ახლა აქედან. მიზანს არ ვაწერ, შექმენი 10 სლაიდისგან შემდგარიო. ძალიან საყვარელ რაღაცებს აკეთებს. შორენა, მოხსენებები რომელია? როგორ? მოხსენებები. გაჩვენებთ ახლავე ერთი წამით ამას მივცემ ბრძანება. ნათვალში ტესტიც არის, მოხსენებებიც არის. ანგარიში. ერთი წამით ვნახოთ მოხსენებები რა არის. არქივის არის პლატფორმა, ანგარიშები წერია ჩემთან. ანგარიშები არის, აუდიო მიმოხილვა, ვიდეო მიმოხილვა, მოხსენებები, ტესტი, მონაცემთა ცხრილი, ინფოგრაფია, ფლეშ-ბარათი, გონებრივი რუკა, სლაიდის დასტა. ხო, 9 ინსტრუმენტია, დამიწერეთ დეტალური. მე სადავწერეს კეთია, მინდა აი იქ უნდა დავწერო. რა იყო ჩვენ რას ვაკეთებდით ახლა შემახსენეთ? რა უნდა გვინახა? მოხსენებები. არის კი ის მივეცი უკვე. მივეცი მას ბრძანება. ახლა გვინდა ჩვენ მოხსენებებისთვის. ძირს ტექსტის რედაქტირებაში ვაკეთებთ მაგას? ხო, მე ხელ ვავწერო ახლა. გასაგები. ანუ სურათის საკით მორგებაში ჩავსვავთ იმას, რაც გვინდა რომ მივცეთ დავალება, სურათს შეგიძლიათ დავალებას სურგეთ. მანამდე ჯემინში გვაქვს მიცემული ბრძანება, თხოვნა რომ დაგვიწეროს ასე და აკეთებს ჩვეულებრივად. აი ეს ავიღოთ ეს, ნახოთ აბა რას გააკეთებს ამაში. ანუ ჯემილი მზა პროდუქციისთვის გვინდა, თორე შეგვიძლია 2-3 კითხვით ჩვენს მივმართოთ. კი ბატონო. მაგრამ უკეთესად აკეთებს ბევრს აწვდის. შორე ჯემილი ჩამოტვირთული გაქვს ალბათ, ხო? ისე როგორც ჩამოტვირთვა, არ უნდა ჩამოტვირთვა, პირდაპირ ჩაშენებულია ეს Google-ში და ეგ შეგიძლიათ. ახლა ნახეთ ამის შექმნა. საკუთარი შექმნა, თქვენი შეხედულება, წყაროს მიმოხილვა, რომელიც გვინდა, აი იტვირთება. ანგარიში შექმნა რა გავაკეთოთ აბა მოხსენებები როგორი მოხსენება ავირჩიოთ ნახეთ მოხსენებებში რო შევდივართ არის რამდენიმე და რომელი გავაკეთოთ რომელიც ტექსტი მოკლე პასუხებით მარტივად წასაგეთ სტატიაში თავმოყრილი სიღრმისეული დასკვნებით თქვენი წყაროების მიმოხილვა ძირითადი დასკვნებით საკუთარი სტრატეგიული მეთოდოლოგიური ვნახოთ ერთი რას მოგვცემს
თვითონ აკეთებს, არ ჭირდება ესა, რა ქვია, იმიტომ არ მქონდა მე შენახული პრომპტი. თვითონ აკეთებს. და კიდე რა გავაკეთოთ, ფლეშბარათები არ მიგვიცია, ხო? მოდი, სანამ ის გენერირებას აკეთებს, მანამდე ფლეშბარათებიც გავაკეთოთ. ცოტა დიდხანს უნდება ვიდეოს მომზადებას და სლაიდების დასკის გაკეთებას. ეს არის ფლეშბარათები. აქაც გადახედეთ ხოლმე თუ რამე შესწორება იქნება ართულის გაკეთება გინდათ და იქნება ადვილი გინდათ ან სამეუბრალოდ საშუალო ავერსი ეხლა აქ. და ინფოგრაფიკაც გავაკეთოთ ბარ. ეს ნიშნავს ლანდშაფტი ესე ფართე იქნება, პორტრეტი პატარა იქნება და კვადრატის ფორმაზე არის რა ინფოგრაფიკის ფორმაზე ლანდშაფტი აიჩიეთ, იმიტომ რომ ის ფურცლის ამობრუნებული ფორმა არის რა. და ეს არის ახლა ინფოგრაფიკა და ინფოგრაფიკაში ვიპოვო ნახეთ თვითონ დამატებითაც გირჩევთ რაღაცას აქ დიზაინის რეკომენდაცია აი ასეთი მიუთითეო. მე ყველაფერს ვითვალისწინებ, რასაც მეუბნება და ძალიან კარგად აკეთებს მე ყველაფერს. ანუ დავასრულეთ დავალებების მიცემა, შეიძლება ყველა არ გამოგვივიდა. ნუ ერთი სიტყვით მიხვდებით, რომ სტილს მიხვდებით, როგორ უნდა შევასწროთ. შევდივართ თითოეულში WhatsApp-ებს და ცალკე გვაქვს აი აქ აუდიო მიმოხილვა რო არის, აუდიო მიმოხილვის პრომპტი უნდა ჩაუგდოთ, აუცილებლად სხვა რო ჩაუგდოთ, რა ვიცი, შეიძლება რაღაცა უაზრობა გაგვიკეთოს. და ასე შემდეგ. ახლა ვნახოთ ახლა რომელია დასრულებული. აი ეს არის დასრულებული. ნახეთ ახლა ამას როგორ ვაკეთებთ. ეს იყო გეგმა, ხო? შეფასების კრიტერიუმებით იყო, ყველაფერი ეს გადმოტანილი გვაქვს. აი აქ ნახეთ, ვერ გაიგოთ საიდან გადმოხვიდეთ სტუდიას, დავაჭერთ და ეგრევე გადმოდივარ სტუდიაში, აქ სამუშაოდ. აბა ეს ვნახოთ, აქ რა ხდება, ესეც იგივე ეს არის, კი ორჯერ დავაწყაპეთ წეღან და ნახოთ ახლა სხვა რა არის. აი მეთოდოლოგიური რაღაცა დაასრულა. აი ეს არის მეთოდოლოგიური. მოდი ამას დავაკოპირებ, დაბლა ექნება მასთან. ნახე რამხელა რაღაც გავიკეთა. ამას დავაკოპირებ, პირდაპირ ჩვეულებრივად როგორც ტექსტებს ვაკოპირებთ ისე. და აი აქ გავხსნი ახლა. მეთოდოლოგიური გავხსნა და შევსვათ. და ნახეთ რამხელა რაღაც გაგვიკეთა ამის წაკითხვის რო ჩვენ ახლა არ ვახდა. მოდი კიდე ბარემ ამასაც გასწავლით თუ თქვენს კომპიუტერზეც აი ასე აკეთებს წითლად ხაზებს. ეს ახლა სხვა კომპიუტერით მუშაობ მე და აქ არ მაქვს ეს გაკეთებული და ნახეთ როგორ უნდა მოვაშოროთ ეს წითელი ხაზები. გვაინტერესებს თუ არ გვინდა? ნახეთ ბევრი დაკოპირების დროს აი უნდა მოვნიშნოთ ხდება ხოლმე ასე ხაზების გასმა. ეს აღიქვამს ზოგადად როგორც შეცდომას თუ ინგლისური ტექსტია, მაგრამ რადგან ქართული ტექსტია, ნახეთ მოვნიშნავთ Ctrl+10 ინიშნება ყველა, თუ გინდათ ასე ჩამოუსვით მაუსი და ისე მონიშნეთ. შემდეგ შევდივართ review-ში, ანუ დათვალიერებაში და ნახეთ აქ აწერია language. და აქ შევდივართ პირველივეში და ვნიშნავთ ქართულს. და ნახეთ როგორ გააქრო. ოღონდ ამას, რომელსაც ცოტა ისეთ სიტყვათ აღიქვამს, მაინც გაუსვამს ხაზს, მაგრამ შეცდომა არ იქნება. ზოგადად შეცდომებს უსვამს ქვეშ წითელ ხაზს. ანუ ესეც გავაკეთეთ. ეს ყველაფერი წამოვიღე აქეთ. გადამაქვს აქეთ. სტრატეგიული ხედვა გაგვიკეთა. სამიზნეცნებების შედეგებით გადასარევია. აი აქ ნახეთ ცხრილში რო არ არის აქ ნიშას დაუწყაპუნეთ და აქ ცხრილი გააკეთეთ და ეგრევე ცხრილით გადაგიკეთდებათ. რა ვიცი, მე მგონი ძალიან კარგია ეს.
ეროვნული სასწავლო გეგმას თვითონ მოძებნის თუ ჩვენ უნდა მივცეთ? არა, თქვენ უნდა მიაწოდოთ, მე ჩამოტვირთული მქონდა ეროვნული სასწავლო გეგმა და გადაკეთებული უნდა იყოს PDF-ში, იმიტომ რომ წეღან ორჯერ შევედი და მე გამახსენდა რომ PDF-ი არ მქონდა, Word-ი იყო. აუ, თუ შეგიძლიათ რომ ჩატში ჩააგდოთ. ინტერნეტში შეგიძლიათ ჩვეულებრივად მოძება ყველა საგნის. აი, ნახეთ როგორ მოძებნოთ. ეროვნული სასწავლო გეგმა დააწერეთ ახალი სასწავლო მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა და ნახეთ აქ არის ჩამოთვლილი. რომელსაც დააჭერთ, ის პირდაპირ ავტომატურად იტვირთება, მაგალითად მათემატიკის სტანდარტი. აი, ჩამოდის ჩვეულებრივად. ძალიან მარტივად. კარგი, ეს დავასრულეთ და ეხლა ვნახოთ სხვა რა გაგვიკეთა. ქვიზი გაგვიკეთა. ვნახოთ აბა რა ქვიზია. ნახეთ ქვიზი როგორ არის, ეხლა მე იმიტომ მინდოდა მე ჯენიალზე გადასვლა შემდეგ ამ ქვიზს გავხსნი და პარალელურად გადავიტან იქეთ კოპირებით. ნახეთ აქ პირდაპირ ტესტის გადმოწერის საშუალება არ არის. მოთხოვნის ჩვენება, აბა რას გვიწერს აქ. ეს არ გვინდა. კარგი, ნახეთ, მოცემული არის ტექსტი და ტესტის პასუხები, სავარაუდო პასუხები. შემდეგ აქ მინიშნებად შეგვიძლია ვთქვათ. აი აქ და გვაძლევს მინიშნება. შემდეგ გადავდივართ შემდეგზე, შემდეგზე დაჭირებით გადავდივართ სხვადასხვა ტექსტზე. აი ეს. ასე შემდეგ. ნუ ტესტი ვიცით რაც არის, ეხლა ეს არ გვინდა ამის ნახვა, სხვა რა გაგვიკეთა ვნახოთ. ბარათები გაგვიკეთა, ფლეშ ბარათები. ნახეთ, ფლეშ რამის ზეზე დავშვლის, ნუ ფეხი დასისხლიანებული. და რო გავცემთ პასუხს, ამოვაბრუნეთ პასუხის ნახვას და ვნახოთ თუ არის სწორი. ხევში წყლის დასტარება ჩასვლასაც იტკინა. და სწორი პასუხია. მეორე, როგორ გადაურჩა ნუკრი მისკენ მიმავალ ლეგა ფრინველს, ანუ არწივს, როგორ გადაურჩა, პასუხს დაასახელებია, შეშინებული მაშინვე ტყეში გადახდა, ეს სწორი პასუხი იყო და გადავედი შემდეგზე და ასე შემდეგ. ესეც ვნახეთ. კიდე რა გვაქვს ქართულის ქვიზი, ესენი ვიცით. აი სლაიდებიც შორე ერთი თუთი ბოდიში მაგალითად ტესტის გამოყენების დროს უნდა კონდეს ბავშვებს ეს გვერდი გაზიარებული და უნდა ყველას ამოვყვანოთ ეს თუ ნახეთ მე არ ვფიქრობ რომ ბავშვებს აი სამუშაო ვერსია უნდა ვაჩვენოთ ხათნა ნახე შეგიძლიათ ესეც აჩვენოთ მაგრამ მე მაგალითად ამას გამოვიყენებდი ასე ამ გამზადებულ ტესტს რომელთაც მე ტვინი არ მიჭყლეტია და არც ტესტი შემიდგანია და არც სავარაუდო პასუხებზე მიფიქრია უბრალოდ დავაკოპირებ და გადავიტან იმ თამაში იქნება ეს გინდაც PowerPoint ზე დასვით, გინდათ რომელიმე პლატფორმაზე გააკეთეთ, ამიტომ მე ამას ვფიქრობ ეს შესაძლებელია კი ბატონო, შეგიძლიათ წერილობით ამობეჭდათ, უბრალოდ დაკოპირება შეგიძლიათ ავტომატურად არ ინახავს PDF ფაილს. ახლა ნახოთ, აბა რა გაგვიკეთა ჩვენ ახლა და აი ბარემ რადგან ამაზე ვართ, თუ კი შეხედეთ, ნახეთ, აი აქ აქვს რედაქტირება. ჯერ დავათვალიეროთ თუ შევამჩნევთ რომ რომელიმე სლაიდზე რაღაც ისე არ წერია, რომელიც მე არ მაწყობს. მაშინ დავარედაქტირებ. ეხლა მინდა რომ დავათვალიერო. აი ნახეთ, აქ ყველაფერი სწორია, ნახეთ როგორ ლამაზად აქ აკეთებული. ნახე რა საყვარელია. დახასიათება, აი შვილის დახასიათება. ფიზიკური თავშის საფარი, ყველაფერი გადასარევად გავუკეთებ. აი აქ ნახეთ ახლა არის ინგლისური. მე ხა ინგლისური რო თქვა, ხა ვიცი და ამ წუთში გავიგებ აქ რა წერია თქო, ვერ გავიგებ. მაგრამ ამას ეგრევე გახსნელი მაქვს, აი აქ სულ მაქვს Google Translate-ი. ჩავსვამ ამ სიტყვას გადასარევად აქ და დავაკოპირებ და შემდეგ შევასწორებ აქ. ეხლა ეს არის რომელი სლაიდი? ეს არის მეოთხე სლაიდი და დავიმახსოვრო. აი აქ ყველაფერი გადასარევად არის. აქაც კარგად არის. ესეც კარგად არის, ყველაფერი კარგად არის, მხოლოდ ესეთი ვერ გაგვიკეთა ისე, როგორც უნდოდა. და ახლა მინდა რომ მივცე მე მას შეცვლა. აი შესწორებას ვაძლევ. შესწორება. და ნახეთ როგორ გაკეთდება ახლა შესწორებისთვის. აი მაგალითად სურათის გვერდის ცენტრში მოთავსება, ან გვერდის სათაურ შემოკლებას ახლა ნიმუშია, ნიმუში წერია. ესე იგი რა უნდა გამიკეთოთ? თუ იცით ინგლისური, აი აქ მე რო აღარ ვიწვალო ახლა ამის წერაზე. რას ნიშნავს? რა მიწერია აქ პირველში? გადავაქართულოთ სათაურები. აქ უნდა უთხრა, დავუშვათ აი ამ ტექსტის ნაცვლად დამიწერე ეს, ასეთი ბრძანება ჭირდება. გასაგებია, გასაგებია ინსტრუქცია. ხო.
ანუ მე ახლა ეს უნდა გადმოვბეჭდო ხელახლა და აქ ამოვტვირთო და რაღაცა. ნახეთ, მიცემთ აი აქ შესწორებას და აქ დაუწეთ დაწეთ ამ სიტყვას, ამის ნაცვლად დამიწერე ეს. ამის ნაცვლად დამიწერე ეს, ამის ნაცვლად დამიწერე ეს და დანარჩენი ყველაფერი სწორია და всё. თუ არა და ბავშვებმა ინგლისური ჩვენზე უკეთესია შეიძლება კეცი. კი ბატონო, მაგრამ როცა მე მასწავლებელი ვაკეთებ პრეზენტაციას და ქართულის მასწავლებელი ინგლისურის ეს არ უნდა მქონდეს გონი. კი ბატონო. გონი არ უნდა მქონდეს. აი ნახეთ, ყველაფერი ახლა, ანახი ქართველი ახლა ეს მოვისმინოთ, ესეც დაუსრულებია. აბა რა გაგვიკეთა. მოდი ამას ჩამოვტვირთავ და ჩამოტვირთულში უფრო დიდ ეკრანზე გაგიშლით. ხო არაფერია ისეთი, რომელიც გაუგებარი იყო. რა ვიცი, მუშაობის დროს უფრო გამარტივდება ალბათ. მე კი გადავხედავ იმას და თვითონ ჩანეწერს, მაგრამ უმნიშვნელოვანეს დოკუმენტში იმალება. იცით, ეს არაა უბრალოდ წასაკითხი წიგნების სია, არამედ ძალიან დეტალური, კარგად გააზრებული გეგმა. დღეს ჩვენ სწორედ ამ გეგმას ჩაუღრმავდებით და ვნახავთ, როგორ იქმნება ქართველი მკითხველი, ეტაპობრივად. მართლაც, როგორ? ეს ხომ უნივერსალური კითხვა, რომელიც ალბათ ყველა კულტურას აწუხებს. და პასუხი როგორც წესი, სწორედ იმ ოფიციალურ დოკუმენტებშია, რომელსაც გადავახვევ. სწორედ ამ გეგმის მიხედვით. დავიწყოთ. ჩვენი მოგზაურობა იწყება დაწყებით კლასებში. გახსოვთ ეს პერიოდი, ყველაფერი რაღაცნაირად ჯადოსნური და ახალია. სწორედ აქ ეყრება საფუძველი იმ ყველაფერს, რაც შემდეგ აშენდება. ამ ეტაპზე მთავარი მიზანი სულ ორი რამაა: კითხვა და წერა. ნახეთ, ეს საიდან აკეთებს იცით, რომ ეწყაროზე დაყრდნობით, ჩვენ ხო ეროვნულ სასწავლო გეგმა აუტვირთეთ. და თუ ჩვენს ეროვნულ სასწავლო გეგმას არ აუტვირთავთ, მსგავს რაღაცას არ გვეტყვის. საქმე მხოლოდ ტექსტის გაგება. ვერ გავიგონე ხართ რა მითხარით? არა, ხმა აღარ ქონდა მეთქი, იმას გეუბნებოდი. ხო, ახლა ამის მოსმენა აღარ გვინდა ეხა თავიდან ბოლომდე, შეიძლება ჩვენ სულ არ დავჭირდეს ეს გაკვეთილზე. უბრალოდ ჩვენ განვიხილეთ ყველა, იმიტომ რომ გვენახა სად რა კეთდება. თქვენ შეგიძლიათ აქედან 2 და 3 დაგჭირდეთ მარტო აი ამაში შესვლა და ყველაში არ დაგჭირდეთ. და თუ რამე იყო გაუგებარი, რაც აქამდე გავაკეთეთ. ეს არის სულ ამ პლატფორმისზე მუშაობა, ანუ პარალელურად გვჭირდება Gemini-სთან კავშირი, რომელსაც დაუწერთ თხოვნებს, რა გაგვიკეთოს თითოეული. აი ეს Gemini-სთან კავშირი გვანახეთ, მათიდან როგორ გააკეთეთ? აი ეს Gemini-სთან ეს თხოვნა ფასიანია თუ არ არის ფასიანი, უფასო არის, რასაც ჩვენ ვაკეთებდით ყველაფერი უფასო, უბრალოდ მე წეღან ვახსენე ფასიანი, იმიტომ რომ აი ეს აქვს რაღაცა 5 სლაიდი მეც გავაკეთე ამას იდა Gemini-დან რაღაცა და ანუ ხო, ნახეთ მაკეტი და მე მითხრეს რომ თუმცა ფასიანი რაღაცა პერიოდის მერე ფასიანი გახდება მაკეტი. ხო, რა ვიცი, ახლა ამ შემთხვევაში ტექსტებზე მუშაობა ფასიანი არ არის. მე დამჭირდა ვიდეოს გაკეთება და ვიდეო რო გავაკეთებინე, ის ვიდეო შემიზღუდა. მე ერთხელ თვითონ არ იმუშავა, რაღაც შეფერხება ჰქონდა და მაინც გამოყენებულში ჩამითვალა და ანუ 5 არ გამომიყენებია თქო და 5 არ გამოგიყენებია, მაგრამ მუშაობა დაიწყო მასეო და ანუ ჩამომაკლო ის 5 რაღაც კრედიტივით არის რა, ასე ვთქვათ. თქვენთვის არ არის აუცილებელი. ესე იგი ჩვენ რამდენის გაკეთების უფლება გვაქვს, რამდენი გაკვეთილის გაკეთების უფლება. ჩვენ გაკვეთილის გაკეთების მასში დღეში რამდენს გააკეთებთ ახლა და ყველაფერი ახალ-ახალი ბონუსები გეძლებათ. ხო და დღეში გეძლებათ, ხელახლა განახლდება მეორე დღეს რომ მიხვალთ. არ გეხებათ არანაირი შეხებვა ამაზე. თუ გვაქვს რაიმე კითხვა, რომელიმე ამ slide show-ებზე, თავიდან Gemini-ში როგორ შეხვედით ის და გვანახეთ. გაჩვენებთ მაგასაც, ეკა თქვენ იყავით მგონი. მე ვიყავი. ანუ ანიმაციების ჩასმა შეგვიძლია სლაიდებზე? როგორ არა, ნახეთ. აბა როგორ? ანიმაციები რო დასვა. მოძრავი. ნახეთ, თვითონ მოძრავს ეს ვერ გააკეთებს. თუ ჩვენ სხვაგან ვიმუშავებთ, მაშინ გააკეთებს. ანუ თუ ჩვენ შევიტანთ ჩვენს მზა რესურსში, შეიძლება შევიტანოთ მოძრავები. ეს არ აკეთებს. ვაშლი და შაქარა გავაკეთე უცებ და მომინდა მოძრავს მან არ გააკეთებს. მოძრავი შეგიძლიათ თქვენ გააკეთოთ თქვენს PowerPoint-ში. ლამაზად და კოფტად. კი, იქ მაქვს.
კი ბატონო. მოდით ახლა ნახოთ. როდესაც სლაიდებზე აწერია არასწორი ქართული სიტყვა, როგორ შეგვიძლია მაგის შესწორება? ხო, ნახეთ, მაგ გითხარით წეღა როგორ უნდა გააკეთოთ, ერთი წამი ანუ როგორც ინგლისურზე ვასწორებთ, ისე ქართულადაც ისე უნდა მივცეთ სიტყვა, რომ ეს ჩაგვისვას. კი. აი გახსოვთ, სწორად როგორ შევედით წეღა. აი ნახეთ, როცა ჩვენ რომელიღაც არ მოგვეწონა. არ ჩანს პრეზენტაცია. გავაზი არის არ მოჩანს? ხო, დაიკარგე. ვიცოდი ერთი წამით. ეხლა თუ ჩანს? კი, ნახეთ, ეს იყო, მე მგონი, ამაზე იყო მეოთხე სლაიდზე, აი ეს იყო, ხო? ამაზე მეუბნებით. როცა ინგლისური ნაწილი. რას გეკითხე? არა, მაგას კი არ გეკითხება, შორე. Gemini-დან ტექსტი რო ჩატვირთე, მე მგონი იმას კითხულობდა, როგორ გამოვიყენო. მაგალითად, შლის ნუკრის ტექსტი მე ესე გავხარავ. არა, აბა თვითონ შორენა იყო მგონი. მე გიკითხე, რომ Gemini-ში როგორ შეხვედით. მაგას ელენე გეტყვით ცოტა ხანს. ერთი წამით მოდი შორენას მოვსვინოთ. ანუ ქართულად წერია, მაგრამ ასოებია ზოგჯერ დამახინჯებული და არ იკითხება. აი მაგას გეუბნებით, ახლა გეტყვით მაგასაც რა უნდა გავაკეთოთ. თუ ეს არის აი აქ ზუსტად ასე მიუთითებთ, აი შესწორებაში მიუთითებთ, რომ აქ რო რაღაცები მიწერია, ესენი გამისწორე ქართულად. ანდაც ამდენი რო არ ვეხვეწო ამას, მე მაგალითად ასე გავაკეთებდი. აი როგორც წერან გაჩვენეთ, ნახეთ, შევიტან აი აქ ინსერტებიდან შევიტან აი ამას არა მინდა მოიცადე შეიპებიდან შევიტან თქვათ ამას გადავადებ ამას თავზე ეგ უფრო მოსახერხებელია და მოსახო არა ამის შეიძლება ზუსტად არ გაგიკეთოს კი რა რასაც გვიკეთებს ესეც ძალიან დიდი არის ჩვენთვის დახმარება რასაც აკეთებს ეს უცხოური არის პლატფორმა და ჩვენ გადასარევად გვიკეთებს გადავაქართულებს და ჩავშომთ კი ბატონო ნახეთ თან კიდე ერთ რაღაცას გასწავლით ბარემ PowerPoint-ის ერთ-ერთი ხრიკია დავუშვათ ეს აქ დავდე ახლა და დავაწერი ამას მე მოდი დავაწერ მარტო შვერს ამას გავადიდე ეს მაგრამ ახლა ფონი მინდა შევცვალო ეს ფონი არ მომწონს და ეს ფონის ფორმატ შეუცვლი და ნახეთ რა შეიძლება აქ გავაკეთოთ ფონის ფორმატისთვის აი აქ რო შევდივართ მისი ფერიო ფერს ვირჩევთ კალამს, ნახეთ კალამი რომ არის აქ. ამ კალამს დავაწყაფებთ სარიელ ადგილზე და ზუსტად იგივე ფერის გახდება, რაც არის მისი ფონი. ამას გარედან მოვაშორებთ, ეს არ გვინდა და ფერს გავუკეთებთ. შავი ფერი გავაკეთოთ ესეც ჩვენ. აი ნახეთ, საერთოდ არ ეტყობა რომ აქ სხვა რამე იყო. გასაგები. ამას დავშლი. შორე მეორე ვერსიაც არის, აი უფრო მარტივია მე მგონი. აი აქ პირველში სადაც გაქვთ ახლა თქვენ სადაც ხართ home-ში, იქ ფუნჯი რომ არის. აი ფუნჯი, აფუ გადახატვა? შეიძლება გადატარება, კი, თეთრიდან. კი, თქვენ ის არის, თქვენ როგორც მოგეხერხებათ, ისე გაგებ. მე უბრალოდ ხშირად ვიყენებ ხოლმე ამ მეთოდს და იმიტომ გითხარით. თქვენ როგორც თქვენთვის რომელიც უფრო მოსახერხებელია, ის გააკეთეთ. ნახეთ, ელენე მეკითხებოდა წეღან როგორ შევდივართ აქ. საძიებო ველი რო უნდა გავხსნათ რაიმესთვის, აქ ვაწყობთ პლუს ნიშანს. აი აქ პლუს აი აქ უნდა რაიმე ჩავწეროთ, აქ კი არ წერთ. შეგიძლია აქაც ჩაწეროთ ნოუთბუქ ელემი, მაგრამ 9 წერტილი რომ არის, აი აქ ამ 9 წერტილიდან ჩამოხვათ ბოლოში და notebook ელემი აწერია აი აქ. notebook ელემი და ვიწყებთ ახალი ბლოკნოტის შექმნა. გინდ აქ დააწყაბებთ, გინდაც აქ დააწყაბებთ. სახელის გადართმევა შეგვიძლია აი ასე, მივად 3 წერტილთან და სათაურის რედაქტირებას ვაძლევთ. აი რედაქტირების დროსაც იმახსოვრებს, როდის რა გავაკეთეთ. და ყველაფერი არის აი აქ საქაღალდეებად დალაგებული. შორენა კითხვა დაგისვათ ერთ-ერთმა მსმენელმა Gemini-ს როგორ ამატებთო და ეგეც რო უთხრათ პლუს ბანჯრით.
გვერდს აქ როგორ ვამატებთ ამას? ჯემინში როგორ გადადიხართ მაგალ კითხავს. ჯემინი ცალკე მაქვს გახსნილი. მე გაინტერესებდა ხო ცალკე როგორ ნახეთ, ცალკე ჩაწეთ gemini.google.com. ჯემინს როგორც აკრიბოთ, ნახეთ, ოღონ ჯემინის სხვადასხვანაირიც მინახავს, მე შემხვედრია და აი ასეთი ნიშანი უნდა გქონდეს. ცალკე აი აქ საძიებებელში, ნახეთ, ცარიელი ხომ არის? აი ჯეიმს მის როგორც კი დავწერ, ამოდის ეგრევე და ნახეთ პირველივეა. აი ეს არის. ანუ აქ ნახეთ მე ამ ჯემინში თან თქვენი ნამუშევრები, როდესმე რა კითხვაც დაგისვია, თუ არ წაშლით. შებათ აქ თქვენს ისტორიებში, ჩატში. აქედან იქ გადავდივართ, მე ვთქვათ გეგმა დავაწერეთ. პარალელურად მაქვს მე აი აქ ეს დამხმარეთ, რომ აქ ნოუთბუქ ელემში რომ გადავიტანო, შემდეგ მე ჩემი მოთხოვნა. აქ უწერ ამას დამეხმარე. აი ისე არის, რომ გვერდით რომ ვინმე გიჯდეთ, ეხლა და უთხრა რომ მოდი ეხლა შენ ეს დამიწერე მე და მე ამას გამოვიყენებ. ვიღაც გიწერს გვერდით. ახლა ამ დავალებას აძლევს გამიკეთე, წაიღებ და ჩაუსვამ იქ, სადაც დავუშვათ თუ სლაიდები უნდა გააკეთო, თუ ვიდეო მიმოხილვა უნდა გააკეთო, თუ რაც უნდა გააკეთო, იქ გადაიტანთ პრომპტებს. უნდა დაუწეროთ, დამიწერეთ პრომპტი. პრომპტი არის მოთხოვნა ბრძანება. მოთხოვნა ბრძანება. ვიდეო ჩანაწერს რომ ნახავთ, არ გაგიჭირდებათ საერთოდ. ძალიან მარტივი ის არის, თუ მე ჩვენება ძალიან მარტივად. გონია რომ ძალიან მარტივია და ძალიან კარგი გვერდია. საკმაოდ კარგად მოვასწარით 1 საათში დაახლოებით. რამე კითხვა თუ გვაქვს? არა, კარგია შორა ძალიან. მადლობა. იმედია მოგეწონათ. კი, ძალიან კარგი იყო ეს ყველაფერი. ახლა ინტერესოა ძალიან ძნელად. ახლა უკვე გადაგაიგე ხო ნანკო? რო იმუშავეთ მე თქვენ თვითონ თქვენი გამოცდილებაც ბევრს მოგცემთ შემდეგ რამე შეგეშლებათ, რა დაშავდება შეგეშლებათ, დაიწყეთ ახალი. კი ბატონო. იქნებ ჩემს საგანს მოვარგო და მოვარგო, ავალ ნანკო და ყველაფერი იქნება თუ კი არ ეკითხო, დაგიჩნდება, პირადადაც შეგიძლია ნებისმიერმა, ნებისმიერი კითხვა შეგიძლიათ მომწეროთ, მკითხოთ და ასე შემდეგ. შორენა, სხვათა შორის ერთ-ერთ შეხვედრაზე ასეთი რაღაცაც ითქვა, რომ აი თქვა ჯემინის და ასეთ მოკლედ პლატფორმებთან მიანიჭეთ როლიო. აი დაახლოებით ასეო ვთქვათ, ხარ დაწყებითი კლასის მასწავლებელი, როგორ შეადგენდი და შემიდგინე, უბრალოდ და შემიდგინე გაკვეთილის გეგმა, შულის მუქის ნაყოფზე. მე გამიკეთებდი. მიანიჭეთო, დიახ. აი თქვა გამიკეთებდი. ნახეთ, მოდი თუ გინდათ ახლავე დავაწერინოთ. მოდი ახალი ჩატი დავიწყოთ. მაგრამ თუ რაღაც ინფორმაცია არ აქვს, არ ვიცი როგორ დაწერს. შეიძლება წარმოქმნა ახლა ზოგჯერ მე მქონია შემთხვევა რაღაც მიკითხავს, მაგრამ მე ნამდვილად რო ვიცი რომ ის ისე არ იყო, რაღაც შეცდომებს მაინც უშვებს. აი ვერ გამოურიცხავთ რომ შეცდომას არ დაუშვებს. ავტორს თუ მიუთითებ და კლასს. აბა ვნახოთ. ხშირად სწორად აკეთებს. ისა უკაცრავად სანამ დაიწყებთ რანამ დაიწყეთ ის ახალი გვერდიო, ის ვერ ვნახე, საიდან უნდა მოვძებნო, საიდან უნდა შევიდეთ ახალი გვერდი. აი, ნახე რომ გადაყვებით 330 ზოლს და პლუს ნიშანზე დაწყაბებით. აი აქ. ეხლა დამიწერეთ. წერეთ. გეგმა მესამე კლასის მოსწავლეებისთვის. სად ვარ დაგეხმარო და გეგმაში სწავლაში ისევ ის მე მგონი შევედი. ახლა მე ძალიან მოკლე რაღაცა ჩაუწერე ამას და თქვენ შეგიძლიათ მიუთითოთ რომ მინდა მოსწავლეებსაც აქცენტი იყოს გაკეთებული ან რაც გინდათ კი რა ის სურვილიც გავთ ყველაფერს დაგიწერთ. ნახე დავალებების შეჯამება გადასარევად აკეთებს ყველაფერს და ნახეთ მე ეს როგორ გააკეთოთ დაკოპირება არ ჭირდებათ აი ესე გადალურჯება ამის არ ჭირდებათ აი აქ ქვეშ იქვე ოღონდ ახალ საუბარს რო დაიწყებთ პირველს არ დაგიკოპირებთ აი აქ მაშინ უნდა აყვეთ აი ასე გადაალურჯოთ ყველა და
თითოეულ კითხვაზე პასუხი აი ამ კოპირებით გადმოიტანთ და ჩადეთ Word-ში. ქალბატონი ნინო სამხარაძეს კითხვა გაქვთ. დიახ, გამარჯობათ, გესმით ჩემი? დიახ. ცოტა გვიან შემოგიერთდით და თითქოს მოგყევით როგორც აკეთებთ. ჩანაწერი იქნება და არ გექნებათ პრობლემა თავიდანვე. ვიდეო გამიხსნა ინგლისურად და აი მათ რაღაც დამაკრდა ინსტრუქციაში თუ რატო გახსნა ინგლისურად და რამოდენიმე სლაიდი. აუცილებლად ჭირდება მითითება რომ ქართულია და ნახეთ ქართული უნდა ავირჩიოთ. ენას ქართულს როცა ვირჩევთ სად იყო ეს მე აღარ მახსოვს თითოეულზე რო ვიწყებდით მე მგონი მუშაობას იქ უნდა მიუთითოთ რომ ენა არის ქართული. თქვენ წყარო დაამატეთ რაიმე? ფოტოები დავდე, უბრალოდ იმის ნაწარმოების ფოტოები. მესამე კლასის ქართლის პირველი მეფე ფარნავაზიანი ჩემი შვილისთვის მაინტერესებდა თუ რას გავაკეთებ. ახლა ზუსტად. აი ცარიელ ადგილზე დაწყაპუნებით მარჯვენა ღილაკი თქვა ქართულებთო ეს ჩავიწერე. ეს კი გვერდს ვაქართულებთ ამით. აი ეს მარჯვენა ეს მასალე მეკითხება, სხვა რამეს მეკითხება, რომ აქ ამოაგდო ინგლისური? მე ხო არ აქვს. აი ვერ გეტყვით. ფოტოზე ვერ გეტყვით მართალი გითხრათ როგორ ხდება. აქ არ აქვს მას ფოტოსთვის. ეხლა მოვყევით და რომ აკეთებთ და შევხედავ იქ მე. კი, თვითონ ვიდეოს რომ მიყვებით იქიდან ჩვენ არც ერთი ინგლისური არ გაუკეთებია, მშვენივრად გამოყვა ბოლომდე ქართულად. ხდება დამაგვიანდა და ამიტომ მოვყვებით თავიდან ეხლა რასაც აკეთებთ და კარგი, ძალიან მოკლედ გავიხსენოთ, ბოდიში ნახე მოგწერე რაღაც აი ჯემილში თუ სწორად ვარ დავალების მისაცემად ამას გადახედე პირადში მოგწერე და სხვა გასაგებია. ერთი წამით. რომა თიმში მომწერე აქ რო არ მიჩანს? არა, მესენჯერ. კი, ერთი წამით. სადღაც დაგეხმაროთ დაგემოშტალაში იდეების გერცან მოგესალმებ. აი იქ ზემოთ კითხეთ ჯემინი რო აწერია, იქ უნდა შეხვიდეთ. კითხეთ ჯემინი და იქ დაუსვამთ კითხვას. აი მაგალითად პრომპტის დაწერა რო გინდათ, ეთქვით რომ მე მჭირდება პრომპტი ნოუთბუქ ელემში სამუშაოდ. კაი განაცხი. მადლობა. კარგით. ესე იგი, სულ პირველად შევდივართ აი სამისამართე ზოლი სადაც არის ზემოთ ბოლო პლუსთან მივდივართ. და ვეძებთ 9 წერტილს. 9 წერტილში პოულობთ notebook elements. ვირჩევთ. ვიწყებთ ახალი ბლოკნოტის შექმნას და უნდა დავამატოთ წყაროები. წყაროებში შეიძლება იყოს ფოტო, შეიძლება იყოს ვიდეო, შეიძლება საერთოდაც ბმული ჩავამატოთ, შეიძლება ვებში მოვძებნოთ და საერთოდ დაუწეროთ, რომ ყველაფერი მოგვიძიოს, აქ შეიძლება სულ გაგვევსოს იმდენი რამე ამოიღოს, მაგრამ მე არ ვიყენებ ამას, მე თვითონ კონკრეტულადაც მჭირდება იმას ვუტვირთავ ხოლმე. ავტვირთეთ წყაროები, იმ წყაროებიდან განხილვას გამიკეთებ საიაქ და შემდეგ ვიწყებთ საუბარს. აქ იქნება კითხვა-პასუხისთვის არის აი ეს ჩეთი გამოყოფილი. როცა დაასრულებს, მე ვეუბნები, რომ ძირითადად მჭირდება გაკვეთილის გეგმა, ხო, ამის გაკეთება. ან შეიძლება კონკურსის გაკეთება მჭირდება, არ მიცდია მართალი გითხრათ, ეხლა სხვა რაღაცა გამიკეთები აქ და როგორ გამიკეთებ და სხვას. ძირითადად ვიყენებ გაკვეთილის გეგმები და რესურსები რო შემექმნა. ყველაფერს გააკეთებს დარწმუნებული ვარ. და იმ კონკრეტულ დავალებას, რაც ჭირდება სტუდიაში სამუშაოდ, აი აქ ვიჩევ, ეს აუდიო მიმოხილვა დამჭირდება, ვიდეო მიმოხილვა, მოხსენება, ტესტი, მონაცემთა ცხრილი, სლაიდების დასწრა, გონებრივი რუკა, ფლეშბარათები და ინფოგრაფიკა. ამის დამზადება შეუძლია ჩვენს მიწოდებულ წყაროებზე. და მე რომელიც მინდა აქედან იმას დავიწყებ, იმას დავაჭერ, შევალ და ჩავწერ ჩემ პრომპტებს, ანუ მოთხოვნებს, რომელსაც მე ვაგენერირებ, ვაკეთებინებ Geminis Google.com ამას წერ საძიებელში ისევ როგორც წეღან აქ მოვძებნეთ პლუს ნიშნიდან პარალელურად მექნება გვერდით გახსნით და აქ წერ კითხვას რომ დამიწერე პრომპტი სტუდიისთვის თქვათ ფლეშ ბარათები დამიწერე პრომპტი სტუდიისთვის მოხსენება და ასე შემდეგ რაც გვინდა ყველაფერს მე მის ჩამოწერილს დავაკოპირებ და ჩავსვამ დავალებაში სადაც მინდა კიდე ხო ვერ გავიმეორო არა გასაგებია შორ ძალიან გასაგებია მადლობა
ებით იმაზე შვილის ნუკლის ამბობზე როგორც აკეთებთ, აი თქვენთან ერთად ვაკეთებ და მაინტერესებს როგორ გამომივა ბოლო. ძალიან კარგი გამოგივა დაწონებული ვარ და ერთი და იგივე არ გამოგივათ არასდროს რაც არ უნდა გააკეთოთ. მაინც სხვადასხვანაირად გაგიკეთებთ. ანალოგიურს არ გააკეთებს. ნინო სამხარაძეს აქვს კითხვა, ნინო გისმენთ? არა, დაგისვით უკვე მე ვიყავ. იყავი, კარგი. მაშინ რადგან აქ კითხვები აღარაფერი აღარ გვაქვს, მე გავხსნი notebook LM-ს და აქ მინდა რომ ვნახო ტესტები. ტესტები კი არა, აქ უნდა მოვძებნო, იქ რა მინდოდა. აი აქ სად არის ტესტი. ქვიზები. და ვიდრე აქ გამოვიყენებ მე ამ ნაწერს, ნახეთ, ამას კი მაშვება. აი ნახე, ამას აკოპირებს, მაგრამ აქ თუ აკოპირებს არ ვიცი. სავარაუდო პასუხებს, აი აქ მათ დამიფიქსირა. ცივმა წყალმა შეაშინა და წყურვილი ვეღარ მოიკლა, მაინც არა. იგრევე გაგდებს უკავშირს. ნახეთ, მე მინდა გაგაცნოთ ახლა ნინო სამხარაძე მიცის, რომ ერთად ვიყავით ჩვენ შეხვედრაზე და ეს გვერდი იცის, შეიძლება ბევრმა იცით კიდე. უკარგესი გვერდია, რომელსაც ქვია Genially. ეს არის ისევ როგორც PowerPoint-ი. უბრალოდ არ ჭირდება არანაირი ანიმაციის დამატება, არანაირი გადასვლების დამატება, არაფრის, უბრალოდ ტექსტების რედაქტირება. ტექსტების ამისთვის ჩვენ უნდა შევიდეთ, მოდი მას ჩავაგდებ მისამაც. Genially.com ჩატში ჩავდებ. აი ახლა ვნახეთ თქვენი SMS-ი. წევან არ დამინახავს. აი გადადით ამ გვერდზე პარალელურად. მოგთხოვთ ჩვეულებრივად მეილით გადასვლას, მეც არაფერს არ ითხოვს, არაფერი რეგისტრაცია ისეთი არ ჭირდება, უბრალოდ Google-ის აკაუნთით გადახვალთ. მე პარალელურად ყველა მუშაობის დროს, რადგან ინგლისურენოვან გვერდებზე ვმუშაობ, ყოველთვის მაქვს ჩემი ინგლისურის ნაკლები ცოდნისგან გამომდინარე Google Translate და აი აქ მე მაქვს ხოლმე, აი რაღაცა მჭირდებოდა, ხო წეღან რესურსი გავაკეთე, სულ რაღაც 5 წუთში გამზადებული რესურსი იყო და პატარებისთვის გამოგვადგება ასეთი რაღაცა. და მინდა რომელიმე ტესტი. ახალი პლატფორმა არის Genially? კი, Genially. აი ჩავაგდე ჩატში, ნახეთ, აი აქ. ამაზე გადადით და გადაგიყვანთ ამ გვერდზე. აქ კეთდება, აი ესენი მაქვს ახლა ზოგი ჩემი გაკეთებული და ზოგი დრაფტში მაქვს შენახული, რომ მე გავაკეთო მასზე და დავარედაქტირო. მაგალითად გამიკეთებია ასეთი რესურსები. აი ნახეთ, ვის უნდა 50,000, აი მათემატიკური ვიქტორინები, ტანგრამი, გამოწამი, მე მიყვარს კითხვა, მოგზაური და ასე შემდეგ მათემატიკის რესურსები ძალიან ბევრი. და ძალიან კარგი აქვს ის, რომ შეიძლება რამდენიმე, კი არა, მთელი კლასი ჩართოთ ერთად ამ თამაშში. რიგრიგობით კი არ ვითამაშოთ, ყველას ჰქონდეს დაუშვათ თავისი ტელეფონები იქნება თუ ლეპტოპები იქნება, აი გავხსენეთ. მანდ როგორ შეხვედით შორენა? აი აქ დაგიწერეთ Teams-ში. აი აქ ამ გვერდზე დაასწრაფებ. გვერდი კი ვიცი, მაგრამ თამაში? ეს თამაში ჩემი გაკეთებულია და ჩემ გვერდზეა. დიახ, გასაგები. ხო. და ნახეთ, ვირჩევ, მე მას ბუნებაში მაქვს გაკეთებული ეს ტესტი და შეგიძლიათ თქვენ თუ პარალელურად ტელეფონით შეგიძლიათ ნახვა. ნახეთ როგორ ვაკეთებთ, თუ რომ ყველამ გააკეთოს, ყველა ბავშვმა გააკეთოს, და ნუ ინდივიდუალურად თუ არ გავაკეთებთ, ვიცით ისედაც რომ გაუშვებ ჩვეულებრივად დაწყებას მიწვევ და მთელი კლასი გააკეთებს ერთად, მაგრამ მე თუ მინდა რომ მთელმა კლასმა მიიღოს და სხვადასხვა ესენი ვნახო, ვინ როგორ ააკეთებს ამ დავალებებს, შეიძლება გავაკეთო, გავუშვა host live-ში. აი ნახეთ, ეს არის პრეზენტაცია და ეს არის კლასის გამოყენება. და ნახეთ, სად გადავდივართ და რას ვიკეთებ. გამოვა QR კოდი, თქვენ შეგიძლიათ თუ საშუალება გაქვთ ორს მაინც რო გავაკეთოთ QR კოდი დაასკანერეთ, ან აი ეს Genially-ში შეიყვანეთ აი ეს კოდი. და
და გადაგიყვათ სავარჯიშოზე. თუ გინდათ რომ გამოვწოდოთ თუ არა პირდაპირ სავარჯიშოს განხილვაზე გადავალ. არ გვინდა ხო? კარგი. ანუ შეგვიძლია თითოეული სავარჯიშოს ხო ლაივში გაშვება, ანუ რამ კლასთან ერთად გაკეთება. ეხლა მე რომელიმე სავარჯიშოს გაჩვენებთ მაინც რომ ვიცოდეთ რა ხდება, როგორ ეს წერან გავაკეთე ვიდრე თამაში მას დავიწყებდეთ. არა ეს კი არა ერთი წამი შევინახე წერა. შავე, ანუ ამ ჯენიალის გვერდზე რომ შევედი, სამხარეს მარცხნივ აქვს რაღაც ფოტოები და მეორე მხარეს ედუკაციონ აწერია, სტუდია აწერია და მე მგონი სწორად ვარ შესული. მიდი ჩამოვიდე ჩატში და შევხედავ. ხო, მე რასაც ჩატში ჩამოვიდე და შევხედავ. ნახე ეს ნახე წერან ახალი ნახული მქონდა შევინახე დრაფტში რომ გამეკეთებია ხმაც აქვს ჩვეულებრივად აი პატარებს უყავს განსაკუთრებით ეს თამაში სათხარ წინ აი ხა აქვს მოცემული 20 წამი და უნდა არჩიოს ორი ერთნაირი აი ეს მოხდა ისე რომ ორი ერთნაირი ამოვირჩიე ეს რა არის ეს ანუ რამდენ წელს მოასწრებ. ეხლა გადავედი მეორეზე, უფრო გირთულებს. საინტერესო თამაშია ერთ-ერთი. ეხლა ეს არ გვინდა. მოდი ვნახოთ ცოტა ესეთი თამაში სხვა. აი ეს სისტემაზე მქონდა ბუნებისთვის გაკეთებული დინოზავრებზე მქონდა გაკეთებული ქართულის მათემატიკის დავალებებია. პატარა აი ბაღის ბავშვებისთვის რო გამოდგება ისეთი დავალებებია. გამოსადე შენი თავი აი მაგალითად აი ესეც მოგზაური ძალიან კარგია ესეც. და გაჩვენოთ მე როგორ უნდა გააკეთო და სად უნდა ვნახოთ მისი შაბლონები. ეს დალოდების რეჟიმშია და აი ინსტრუქცია აქ არის მისიები ანუ დავალებებია და მოგზაურების რამდენიმე ადამიანია ესა აქ დავწეროთ ინსტრუქცია აქ ყველაფერი გამზადებული არის უბრალოდ თქვენ გადააქართულებთ და თქვენს თემას მოარგებთ შეგიძლია იმოგზაუროთ ცოდნის სამყაროში აუცილებლად დაიმასურე მოპოვებული ციფრები დავალებებზე დასაბრუნება დააჭირე მარჯვენა ზედა კუთხეში ისას და წარმატებას გისურვებ კი ბატონო და წავიდეთ მისიების შესასრულებლად პირველი მისვა შენ უკვე გარკვეული ცოდნა დააგროვე ეს იგი შეგძლიათ თუ დაწყებით სასწავლით ან რამდენიმე საგანსაც დასწავლით რამდენიმე საგნის შეჯამება გააკეთოთ და ყველა საგიდან მისცეთ კითხვები აი მათემატიკა ტექსტები და ასე შემდეგ ну კარგი გავიგე ეს და გადავდივარ ეხა მოგზაურებს და მოგზაურებს აქვს დავალებები მოგზაური ნომერ პირველი ვაწავით რაცა ჭედავს ვერ გავიგე რა უნდა. ну კარგი სხვას ვსინჯავ, ამას ვერ დაველოდები ერთი წელი. მოდი ვნახოთ აი ეს. დაასრულოს აი სხვადასხვა შაბლონს სხვადასხვა დავალებები აქვს სულ სხვადასხვანაირი დავალებები არის და სხვადასხვა ფორმით მიეწოდება დაასრულე მოცემული გაკვეთილების დავალებები და მიიღე დიპლომი ოთახი პირველის დავალება მოდის ჯერ ოთახ პირველში გვაქვს რამდენიმე დავალება რა არის მწუხრი საღამო შუადღე თუ მწუხარება ანუ ეს არის საღამო რამდენი დროა ქართულში აი მაგათად არასწორი პასუხი გავეცი და შენი პასუხი არასწორია და გვაბრუნებს უკან. მეორედგან მეორების შემთხვევაში ბავშვი არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს შეცდომას. რომელიც ზედსათავის სახელი. აი დაუშვოთ ლამაზად მოვნიშნე, მეუბნება რომ არასწორი შენი პასუხი. დამზადებული ტესტები თვითონ აქვს შორე თუ შენ მიაწოდებ? არა, ტესტები, ტექსტი თვითონ მე ჩავწერე, მაგრამ ეს არის შაბლონი და გაჩვენებთ მე შაბლონით როგორ გამოიყურება, უბრალოდ ინგლისურად წერია ყველაფერი და მითითებულია სწორი პასუხი სად უნდა ჩავწეროთ, არასწორები სად უნდა ჩავწეროთ. აჰა, გასაგებია. ანუ ესეთია კიდე მაგალითად რომელი აი ძალიან კარგი არის კიდე ეს სავარჯიშო. ეს კითხვის კვირეულის ბოლოს მქონდა ეს კითხვები.
ჩვეულებრივი ტესტივით არის. აი ნახეთ, ჩვენ რო ეს ახლა PowerPoint-ში გავაკეთოთ, რამდენი შრომა გვჭირდება, ტექსტით ხო ცალკე უნდა შეიტანოთ, თავისთავად აქაც შეტანა გვინდა. უნდა შემოიყვანო პერსონაჟები, გააკეთო აი ეს სავარაუდო პასუხები. სავარაუდო პასუხების ბრძანებები უნდა მისცე, რომ აქ რო დააწყაპებს სწორი პასუხი რომ არ არის, რა უნდა გააკეთოს, სწორ პასუხზე რა უნდა გააკეთოს და ასე შემდეგ. აი თუ არასწორს დავაჭერთ, გვაბრუნებს უკან. და გვეუბნება, რომ ეს არ არის სწორი და უნდა დავბრუნდეთ უკან. და ასე შემდეგ, ბევრნაირი სავარჯიშო აქვს და თქვენი საგნიდან გამომდინარე, თქვენ საგანს რაც შეეფერება, ის შეგიძლია, აი მაგალითად ეს ხელოვნებისთვის მქონდა ეს რესურსი გაკეთებული. და დავალებები არის თითოეულ ოთახში. ვინ არის ცნობილი ტილოს მონალიზას ავტორი. ნახეთ ახლა ჩვენ რო ეს ტესტები მივცეთ ბავშვებს დაბეჭდილი ან რაღაცა ისეთი ფურცელზე დაწერილები, ხო უფრო უკეთესი შესახედია ასეთი გაკეთებული ტესტები. აი დავკარგეთ, იმიტომ რომ არასწორი პასუხი იყო და ასე შემდეგ. აი ასე მოდის ისა სხვადასხვა პასუხებზე ვასრულებთ სწორად, რომელიც იქნება გადავაშენდე ახალ გვერდზე. გადავდივართ მე ანუ რამდენიმე კითხვა არის თითოეულში მე ქვეყანაში აღმოცენდა რენესანსი ეს იყო იტალიაში სულოყოლებაც არის ნატურმორტი ეს ექსპონატი და ანუ არასწორად უპასუხე რაღაცას აი ესე გადავდივართ სხვადასხვა ოთახებში ჩვენ გაიგეთ ეს ოთახი და გაგრძელება გადავდივართ სხვა ოთახში და ძალიან საინტერესო აქაც შესაბამის პასუხებს მივცემთ კიდე რა შეიძლება რომ ვნახოთ კითხვების ბორბალი ესე ძალიან კარგი არის ოღონდ დროშია შეზღუდული დააწყაბუნეთ რულეტკას რომ გაიგოთ რომელი ფერით ითამაშა როგორ ეს ყველა ტექსტი ტესტები თქვენ შექმნით ყველაფერში თუ როგორ ხო კი კითხვები და პასუხები ჩემი შეტანილია უბრალოდ მოცემული იყო ესა კითხვები აი მაგათაც ზოგადის კითხვები რომელია საქართველოს ყველაზე მაღალი მწვერვალი დაუშვათ თუ სწორია, თვითონ დაგვიწერს პასუხს და ასე შემდეგ. მაგალითად, მე სხვა ბავშვი ირჩევს მაგალითად ქართულიდან მესამეს ვირჩევ. რომელშიც მიეკუთვნება ენით დაკოდილი, ეს იქნება იგავარაკის და სამი ქულა მუნცა. აი სამქულიანია, შესაბამისად არის ქულების რაოდენობა. ბუნებას ვირჩევ ერთ ქულიანს, ვიღაცამ ბუნება აირჩია, რომელი ერთ-ერთი ძუძუმწოვარი, რომელსაც ფრენა არ შეუძლია. ფრენა შეუძლია, ბანურა. და ასე შემდეგ, აი, ბევრნაირის ნახვა შეგიძლიათ. ახლა სად უნახულობთ ამას? თქვენთან თუ აქ გვერდზე ნამუშევარი არ აკავთ, არ გამოგიჩნდებათ ესენი. ანუ ეს არის ჩვენი სამუშაო გვერდი. ბევრია აქ ფასიანი და ბევრია უფასო. თუმცა მე ამის ფასიანი არ მიყიდია, მაგრამ ვფიქრობ ვიყიდო, იმიტომ რომ ფასიანს აქვს ძალიან კარგი ფუნქცია. შეგვიძლია ჩვენის გაკეთებული რესურსები, როგორც PowerPoint-ი გვაქვს შენახული კომპიუტერში, ეკრანზე დადებული, ისე ჩამოვიტვირთოთ. ამას ხო ვერ ჩამოვტვირთავთ და პრემიუმ ვერსიას აქვს ამის საშუალება, რომ ჩამოტვირთოთ. შეგიძლიათ PDF ფაილები გააკეთოთ და ისე ჩამოტვირთოთ. და აქვს ძალიან კარგი პრემიუმი ესენი შაბლონები. იქ პრეზენტაციების გაკეთებაც შეგვიძლია და თამაშების გაკეთებაც. ნახეთ, აი ეს არის აი ზემოთ ერთი წუთით ხელახლა ვიზავ. აი ეს არის თქვენი სამუშაო გვერდი ახლა. აქ არის პრეზენტაციის გაკეთება, აქ არის თამაშების გაკეთება და შექმენი ჯენიალი, ანუ იგივე ჯენიალი შექმენიო რესურსიო. ვაკეთებ მაგალითად თამაში მინდა. თამაშებისთვის ვათვალიერებ, ჩამოვდივარ, ვნახება რომელი, აი მე გამაჩერეთ და მითხარით რომელზე შევჩერდე. ოღონდაც პრემიუმი, რასაც ახლა როგორ გავიგოთ უფასო როგორია? რომელი? ახლა ვამბობდი მაგას. პრემიუმი, რასაც აწერია და აი ეს გვირგვინები აქვს, ეს არის ფასიანი, რომელსაც არ აქვს, ის არის ძირითადად თავში არის ხოლმე უფასოები. აი მაგათად ესეც უფასოა ახლა. აი ესეც უფასოა და ყველას ბუნებრივია ვერ ვნახავდი და ვერ მოვსინჯავდი რომელი როგორ მუშაობს. თქვენთვის საგნისთვის სასურველი შეგიძლიათ მონიშნოთ, მაგრამ არ გიგონოთ რომ მარტო ამ გამოსახულებებით შეგიძლიათ გქონდეთ ეს რესურსი. შეგიძლიათ თქვენ შეიტანოთ თქვენი. შეცვალოთ, რაღაცა ამოშალოთ. ეს ამის უფლება გაქვთ. აი ეს რაღაცა მომეწონა, მე მგონი ეს კარგი იყო თუ არ ვცდები გუშინ ვნახე ეს. და როგორ ვათვალიერებ ახლა? ეს დავაწყაპე თვალზე და ვათვალიერებ ახლა როგორია. აქ რაღაც ინსტრუქცია არის, რომელსაც მე მაგალითად translate-ით ვთარგმნი.
და უნდა დავწერო და ნახეთ როგორი კარგი ეს არის ეს ისტორიისთვის გამოდგება ძალიან კარგად ეს თამაში. პირველად უნდა გავიაროთ აი აქ დინოზავრებზეა მე მგონი კითხვები რაღაც. ახლა გადავდივართ აი აქ. ახლა სადღაც ის არის ექნება აი აქ ახლა აქ უნდა წამოვიდე. კითხვა არის. ნახე როგორი კარგი თამაში იქნება. და აი აქ ჩაიწერება სწორი პასუხი, დანარჩენებში ჩაიწერება არასწორი პასუხები. ანუ როცა ჩვენ მუშაობას დავიწყეთ, მოდი ამას მე ახლა გადავალ ამ მასე, მაგრამ ოი, ეს ყოფილა ტყუილა მიხაროთ. პრემიუმი ყოფილა. კარგი, ესეც პრემიუმია, რომელიც პრემიუმი არ იქნება დასათვალიერებლად. დათვალიერება ყველასი შეგვიძლია. როგორი კარგი შაბლონი ქონდა. და მე თუ მოვსინჯე ეს მე და მომეწონა აი ბუნებისთვის იქნება კარგი ეს რაღაც დავალებებია ისეთი ვაჭერ ნახეთ აი მას რომ გავსინჯე მე ეს რესურსი და მომეწონა შეგნების ორგანოები ძალიან კარგი სავარჯიშო იქნება ეს ამას ჩავინიშნავ და ნახეთ რომ მომეწონა მე ეს შაბლონი აი აქ რო აწერია გამოიყენე ეს შაბლონიო ვაჭერ აი ამას შავ ნიშანზე და ეს გადადის შემდეგ ჩემთან დრაფტებში შემიძლია შევინახო მე ხასი ბევრი მაქვს შენახული რომელიც არ გამიკეთებია და სამომავლოდ მაქვს მონიშნული რომ არ დამეკარგოს შაბლონი თუმცა ეს შაბლონები არ იკარგება ხელახლა შეგიძლიათ მოძებნოთ და ნახეთ ეს არის ხა ჩვენი სამუშაო ველი ჩვენი სამუშაო ველი არის აი ეს დაფა და აი ეს არის ბრძანებების ველი პირველ რიგში ვირჩევთ პეიჯებს ნახეთ რომ ჩამოშალოს ამან სლაიდებად აი ესე და მივუყვები ახლა მე ამ სლაიდებს და რო ვიცი რაც უნდა გავაკეთო და რაზე არის ეს რესურსი ნახე გადავალურჯებ და დავწერ ეს ახლა მე რომ არ ვიცი მე როგორ პეიჯები გვერდები საიდან ავიღეთ აი აქ ნახეთ პეიჯები სუბოლოში არის ნახეთ პეიჯი აწერია დიახ აი აქ პეიჯებს დავაწყაბებ და თითოეულ ფურცელს ვარედაქტირებ ახლა მე აქ არ ვიცი წარმოდგენა არ მაქვს დაწერია დავუშვათ მოვკიდი ამას ხელი წავიღე კოპირებით მე ასე ვაკეთებ ჩავსვა მაგ და გადავთარგმნი თუ მაწყობს მე ახალი გრძნობაო შეიძლება აი დედამიწის დღეზე მაგ კიდე გაკეთებული ძალიან კაი რესურსი გაჩვენებთ მერე მოვალ ახლა ამაში და აი ჩავსვამ ამ სიტყვას აქ ახალი გრძნობა თუ არ მინდა და მე ამ სათაურის რედაქტირება მინდა თქვენი ნება შეგიძლიათ დაარედაქტიროთ მე ამას მოვნიშნავ მე ახლა ძალიან დიდი მეჩვენება ეს და გაზიარების ფურცელი და აი ნახეთ აქ არის ზომები და ცოტა შევამცირებ რომ ძალიან ხელა არ იყოს შეიძლება ცოტა კიდე უფრო დავაპატარავ აი ესე ჩამოვიტან ასე გადმოწევ Discover ანუ შენი Discovery-ო ამასაც გადავთვალე მე მაგალითად ამაში მეკარგება ძირითადად რომ აღმოაჩინე შენი მე ამას რო გადავხედავ მე და ვნახავ თვითონ რესურს შეიძლება ეს რაღაცა სიტყვები არ მომინდეს ან წავშალო საერთოდ ან დავამატო საერთოდ აი ყველაფერი რაც კი ნაწერია ყველაფერს აქვს რედაქტირება მიხვალთ ჩვეულებრივად ამ ნაწერთან და აძლევთ რედაქტირებას ან გაქცევის თამაში შენი სახელი ანუ გაქცევის თამაშების არის გეიმიფიკაცია ამას ქვია გაქცევის თამაშები ანუ შენი სახელი არის ასეთი სათაური და let's go ანუ წავედით და აქ არის ეს სტარტი არის ასე რომ ვთქვათ როგორ მიწერს ამას თარგმანი ой გამიქრნო დაწყება დავიდეთ ხომ ახლა დავიდეთ არ მოწყობს ახლა ამაში და დავწერდი მაგალითად დაწყება ამ სტარტი სტარტი. აი ეს პირველი ფურცელი ახლა დავალაგებ შვენივრად მომწონს, მაგრამ არ მომწონს ეს თვალი აქ რო ინთება. მოვკიდე ხელი და წამოვიღე დავუშვათ აგერ მინდა, ეს აგერ მინდა, ეს აქ მოვიტანე, ეს აქ მოვიტანე, ნუ სიტყვაზე ვამოფეხეს რაც კი არ მინდა მართლა, მაგრამ დავუშვათ მინდა აი აქ იყოს. ეხლა მოვსინჯე როგორ გამოვიდა. დავათვალიერო. ჩვენიერია. აი ეს გადავდივარ ახაც გადმოვედი ისევ დაუბრუნდი ჩემ მეორე გვერდს და აი აქ ახლა ვირჩევ ანუ ხო აქ დავარედაქტირებ ყველაფერს
შორენა დიახ. აი ეს კი ვთარგმნე, მაგრამ ვერ ჩაჯდა კოპირებით მან ყვითელში. შეგიძლიათ თქვენი ხელით ჩასვათ. ხელით ჩაწეროთ. და ნახეთ რას მიაქციეთ, ეხლა კიდე დაუბრუნდები. ნახეთ, ამის მერე, აი ამის გაცნობის თამაშის მერე, ნახეთ რა კარგი სავარჯიში არის ბუნების მასწავლებლებისთვის. მოდის შემდეგ ტესტი. ტესტი დასმული იქნება კითხვა და აქ ნახეთ, პასუხებს აწერია, ყველა არის არასწორი, ეს არის ერთი სწორი პასუხი. კითხვას რო დავსვამთ, აი აქ კორექტ სადაც აწერიათ, აქ ვწერთ სწორ პასუხს. დანარჩენში ვწერთ არასწორ პასუხს. ეს კონკრეტულად ამ თამაშია ეხლა და მე მინდა სხვა თამაში გაჩვენოთ, რომელსაც უფრო მარტივად ჩაწერთ ტესტირებისთვის. ანუ ხო მივხვდით რედაქტირება როგორ ხდება. თვითონ მივდივართ თითოეულ მასთან ტექსტი ჩაგვიწერეთ ერთი მაინცში. კი, ჩაგიწერეთ, უბრალოდ ეს თამაში არ მინდა, სხვა თამაში მინდა, უფრო ტესტირება, რომ ქართულიდან გადმოვიტანო. აი ნოუთბუქ ელემენტიდან რო გადმოვიტანო, ის მინდა. შორენა, ვინაიდან არ არის პრემიუმი, ჩამოტვირთვა არ შეგვიძლია, შეგვიძლია ავიღოთ ამის ბმული და ვთქვათ ჩავაშალოთ კურიკულუმში, ხო? კი, ყველგან შეგვიძლია. ნახეთ როგორ შეშენებთ, აი აქ გაზიარება აწერია. აი copy link და всё. მეტი არაფერი არ უნდა. ძალიან მარტივად კეთდება. გაზიარება, copy link. ჩამოტვირთვა აქ, მაგრამ ბოდიშიო, ამაზე ახლა ბოდიშს მომიხდის, აი ყველაფერი პრემიუმიაო, ვერაო. ვერ მოგადევნეთ თვალი, შეარის საიდან მიეცით შორენა? აი აქ, ნახეთ, გაუხსნელადაც შეგვიძლია გახსნილზეც. ნახეთ, აი აქ ხომ აქვს მე საკაღალდები კი არა, ჩემი რესურსები, სადაც მაქვს ნამუშევარი, აი მაგათად ნახეთ დედამიწის დღესთვის რა კარგი არის რესურსი, ამასაც გაჩვენებთ. აი აქ ხომ არის გაზიარების ღილაკი, დააწყებებ ამ ღილაკს და კოპირებით იღებ. მაგრამ შეგვიძლია მე ეს გავხსენი, გამოვიყენე. ეს არის რედაქტირებისთვის, უკვე გამოქვეყნებული, შეგიძლიათ დაარედაქტიროთ, შეცდომას თუ აღმოაჩენთ, ან შეიძლება სულაც სხვა კითხვა მინდა დავსვა ახლა. ეს არის დაედიტება, ანუ შეცვლა. ეს არის პრეზენტაციის ჩვენება, ეს არის host live, რომ მთელი კლასი ჩავთო და სხვადასხვა აი წვილებმა გუნდებმა ითამაშოს და თავთავისი მოწყობილობიდან მეთამაშონ, ეს არის ჩამოტვირთვა, მაგრამ პრემიუმია, ესეც გაზიარება არის კოლაბორაციაში ვინმესთან ერთად გააკეთო და აი ეს არის გაზიარების ღილაკი. მაგრამ მე რო ეხლა ეს გავუშვი და ვნახე ეს სავარჯიშო და მომეწონა, ამის მერე ნახეთ, აი აქაც აქვს, ხო ეს ყველგან ასე არის, ხო ეს არის საერთაშორისო ეს გაზიარების ღილაკი, სადაც კი დაინახავთ ამას, ყველგან არის გაზიარება. დაგვიყვანეთ ყველა მისია და წვლილი შეიტანეთ, შეასრულეთ ყველა მისია და წვლილი შეიტანეთ დედამიწის მოვლაშიო. და არის ცალ-ცალკე მისიები არის, მაგალითად მისია გადამუშავება. მოდით გადავამუშავოთ. იცით რომელი კონტეინერში უნდა ჩავდოთ თითოეული ნივთი, ეს თავიდან უნდა გავაცნოთ, რა თქმა უნდა, ბავშვებს, რომ რომელი კონტეინერში რა იდება. აი აქ გვიწერია, რომ აქ ესეთი აქ მინაიდება, აქ ბოთლი არის, აქ ქაღალდის ყუთია და ასე შემდეგ. დასაყვარელი ნახე. აი აქ გადაგესება მაქვს, რა ქვია, კონტეინერების სახელები, პლასმასის ბოთლის ადიდება. ხა თუ იდება მწვანეში, მეუბნება რომ არაო. უნდა დაუბრუნდე ხელახლა და ისევ ხელახლა მიწერს. აი, ყოფილია სწორი ეს. ძველი გაზეთის საწავიდო თუ არ არის სწორიო. ანუ თან ვებგეუბნება სწორ პასუხებს და არასწორ პასუხებს. მე ამას რო ყველა სწორად შევასრულებ, იმ შემთხვევაში გადამიყვანს მომდევნო მისიაზე, თორემ არავითარ შემთხვევაში არ გადამიყვანს, სანამ არ შევასრულებ ყველა მისიას, მისის ყველა კითხვას არ გავცემ სწორად პასუხს, შეიძლება მე 10-ად დამჭირდეს დაბრუნება ერთი და იგივე კითხვას და ამასობაში შემოესწავლებათ ბავშვებს. მე მისია ენერგიაზე გადავდივართ, ეს არის შემოწირულობა ანუ სხვისთვის გაზიარება მეორადი ნივთების, ან მეორე სიცოცხლის მინიჭება ნივთებისთვის და წყლის დაზოგვაზე. ეხლა მინდა ერთ-ერთი ის ავიღო რომელიმე პრეზენტაცია არ გვინდა აი ეს მათემატიკური მისიები, ესე ძალიან კარგი იყო პატარებისთვის, სიტყვის მზა იყო გაკეთებული. აი მოდი მაგალითად მუსიკის სპეციალისტი ყავს ვინმე? შორენა, თქვენ რომ აზიარებთ ამას, ჩანს რომ თქვენი დამზადებულია ეს რესურსი? თუ არ დააწერთ თქვენს სახელს, არ დაეწერება, ვერ გაიგებთ. თუ დააწერთ, გაიგებს.
შეგიძლიათ არ დაწეროთ. აი რომელი ავიღო ახლა. აი ეს არის ცოტა ისეთი საშიში თამაში არის, ვითომ საშიშია რაღაც ხმებს გამოსცემს და აქ ცოტა რთულია მაშინ ისა უბრალოდ გაჩვენებთ მაინც ნახეთ როგორია. ქართულად თუმცა ამას არა, ქართულად გაკეთებული რომელიც მაქვს იმას გაჩვენებთ. აი ეს თამაშია წეღარო გაჩვენეთ უბრალოდ გაქართულებული. აი აქ შეიძლება არ დააწეროთ ეს. და არ დააწეროს ვისიც არის. ამ სახში მოჩვენება დახეტიალოს მანამდე ვიდრე ყველა მოგონებას არ აღიდგენს. შენ შეგიძლია დაეხმარო მას ამისთვის გამრავლების ცოდნა დასჭირდება. უნდა უპასუხო კითხვებს და მოიპოვა დაკარგული ნივთები. ყურადღებით იყავი და ვიწყებთ მერე თამაშს. აი ეგ ნიშნები არის და იმის მიხედვით გადავართ. გამოიკვლიე სახე ამისთვის დააჭირე წითელ ნიშნებსო. ახლა ეს მათემატიკის მქონდა გაკეთებული მათემატიკის საგნისთვის და გაბრიელმა თავისი კალმები 4 ყუთში ჩააწყო. თითოში 6 ცალი რამდენი კალამი აქვს სულ და სწორი პასუხი უნდა მონიშნოს. ეხა მეორე 3 3 21 პასუხი სწორია. 8 ჯერ 8 არის 64. 16 და შევასრულე ერთი მისია. ახლა რას მეუბნია? მოძებნე გასაღები გასაგრძელებდათ. ამისთვის გადაწიე ბანკოს ქაღალდები. აი გადავწიხო, უნდა ვიპოვო მე გასაღები. აი აქ არის გასაღები. და ჩაისო 4 ნივთი უნდა ვიპოვო სულ. ანუ 4 მისია გვაქვს. ეხლა აქ არის კითხვა, რამდენია x ჯერ 7? რა რიცხვი უნდა ეწეროს ფიფქის ნაცვლად? ამდენჯერ 9 არის 63. შენი საიდუმლო შეტყობინებაა. აი აქ არის ხა საიდუმლო შეტყობინება, რომელიც უნდა დაუკრათ ჩვენ პიანინოზე. ეს იყო? რომელი იყო მეორე? ეს იყო მგონი და არა. შენი პოვე ახალი ნივთი. ახლა უნდა მოვძებნო ახალი, აი აქ არის ახალი ნივთი, ეს არის ლუპა. და დამჩა ერთი მისია შესასრულებელი. აქ ხა აიღე გამოდიდებელი შუშა და იპოვე კოდი. ანუ თამაშით ვაკეთებთ მას კითხვებზე პასუხის გაცემას. ეს შეგვიძლია მაგალითად გამრავლების ტაბულის. ჩვენ შეგვიძლია უფრო რთული ამოცანები დავუსვათ, რაღაც გავუკეთოთ, ქართულში შესაბამისი დავალებები მივცეთ, ქიმიაში სხვა დავალებები მივცეთ და ასე თქვენ საგნებს მოარგებთ. ეხლა ამით უნდა ვეძებო, მე საწერია ეს კოდი, რომელიც უნდა წავიკითხო. სადღაც არის კოდი. აი აგერ არის 224 და უნდა დაუბეჭდო აი აქ. მოჩვენება წარსული არ ახსოვს. თუ ყველა კითხვა სწორად უპასუხე, მისი წარსული ჩემოდანი გაიხსნება და ის წარსულში დაბრუნდება, ხოლო შენ შენობიდან გამოხვალ. ის ნივთები გვაქვს და ასე შემდეგ. ანუ ასეთი გეიმიფიცირებული თამაშია. ეხლა ავიღოთ ერთ-ერთი რომელიმე, აი თქვენ რომელიც მოგეწონებათ ვიზუალურად მითხარით და მოდი ვნახოთ ის სავარჯიშო რომელშიც მოდი აქ გადავიტანოთ. მივცეთ ედითი ამას, ესე შენახული მაქვს და რაღაც მომეწონა და მახსოვს რომ ამის გაკეთება მინდოდა და ჩვენ ხომ გვაქვს ნოუთბუქ LM-ში წეღან გავაკეთეთ კვიზები და რამდენიმეს დავარედაქტირებ და ჩავსვამ. მოდი ამას პირველს არ გავუკეთებ სათაურს. პირველ რიგში ვნახულოთ პეიჯებს. სათითაოდ უნდა დავშალოთ ეს პეიჯები და აი მაგალითად მე მივალ კითხვაზე. აი ამ რაღაცებს არ გავასწორებ. ეხლა ამას თქვენ თვითონ მიხვდებით, მე თუ ინგლისური არ იცით, შემსავით ტრანსლეიტით იხმარეთ და გადათამგეთ. ანუ ეს პირველი მისია არის, პირველი დავალება არის. და პირველი დავალებისთვის კითხვებს უნდა უპასუხო. აი მაგალითად აი აქ ეს არის კითხვის ადგილი. მე ხა წამოვიღებ აქ კითხვის ადგილიდან აი ამ კითხვას. და ჩავსვამ აი აქ. ვინ არის მოთხოვის მთავარი გმირი და მთხრობელი და სავარაუდო პასუხები. სავარაუდო პასუხები მაქვს ჩხიკვი, მონადირე, მეცხვარე და შლის ნუკრი. არასწორია ჩხიკვი, ой. ნახე, აი აქ დავაწყაბუნებთ, ნახეთ. და სამუშაო ველი გამოდის აი აქ. შეგვიძლია ეს კითხვა აქაც ჩავწეროთ, მაგრამ მოდი იქაც გავაკეთოთ. აქაც იწერება კითხვა, მაგრამ შეგვიძლია კითხვა იქაც გადავიტანოთ.
აი აქაც ჩავხლათ. ეხლა აი მითითებული აქვს სწორი პასუხი სად უნდა ჩავწეროთ. ეს არის ჩხიკვი. არასწორი. ჩხიკვი. ეს იყო შვლის ნუკრი. ნუკრი კიდევ ვინ იყო მონადირე მგონი. და მოდი ჩვენი სავარაუდო დავწეროთ. არწივი. გადავდივარ ახლა მეორე კითხვაზე. გამოდივარ მეორე კითხვაზე. აქაც შესაბამისად ისევ ვაკეთებ. გადმოდივარ მეორე კითხვაზე, რა აცვია ნუყსტანზე მისივე აღწერით. ახლა ჩვენ როგორ ჩქარება ეს, თორემ თქვენ დადგებით და თქვენ თვითონ თქვენი ხელით ჩაწერთ თქვენთვის სასურველ კითხვებს. ნაცრისფერი, მაგრამ ამაში არ მაკოპირებიებს სამწუხაროდ. უბრალოდ კითხვებს გაწვდის გამზადებულს. აქ დავწერო ნაბადი. ნაბადი. კიდე რა კითხვები იყო? ნაბადი იყო. თხელი ქათები მოკლედ ჩავწერ. უბრალოდ ყურადღება მიაქციეთ, სად იწერება სწორი პასუხი. არასწორი პასუხებს ნებისმიერს აურევ, რასაც გინდა თქვენი სურვილით ჩაწერთ. ფოთლები. ფოთლები. მაგალითად, ბეწვი. ბეწვი კი არა, შეიძლება დაუწეროთ სხვა. რა ქონდა სხვა? სვანე სამოსი, შავი ბეწვი. აი, იყო შავი ბეწვი. ასე ჩავდივართ ყველა კითხვის ბოლომდე. მოდი ერთი კითხვას დავწეროთ და შევამოწმოთ რა გამოგვივიდა. რას ვამს ნუკლი მაგ შემდეგ, რაც დედა აღარ ყავს. ამას ვაწყაბებთ და შემდეგ გვიჭდება სამუშაო ველი აი აქ. ბალახის ნამს ეს არის სწორი პასუხი და ჩავწერ ბალახის ნამს. აი აქ იქნება ბალახის ნამ. ეს ნამს აქ დავწერო, ეს არის რძე. სხვა რა იყო იქ კიდე? სავარაუდო პასუხები. ხის წვენი და მდინარის წყალი. ასე ჩავდივართ ბოლომდე. და სულ ბოლო სლაიდზე არის უკავშირის ველები არის შემდეგ ანუ სწორი სადაც არის და არასწორი სადაც არის იმასაც დაარედაქტირებ და სწორის პასუხზე რა გამოვიდეს ეს სავარაუდოდ გამოდის არასწორის პასუხზე. და ამას დავარედაქტირებთ. ეს რას გვეუბნება? მიცადე გადავთარგმნო. ცუდი არჩევანიაო, ანუ პასუხი არასწორია. და აბა სად არის სწორი? აბა ეს რაღაცას გვეუბნება, ანუ ეს დასრულდა მგონი. ანუ ეს ბოლო სლაიდი არის როგორც ჩანს. ისე ადამიანწერა. აი ეს ამ პასუხი პასუხი დავაკეთო. სწორი პასუხი სად არის? ეს მეოთხე კითხვა არის. ეს გილოცავ. ნუ კარგი, ერთი სიტყვით მიხვდით პრინციპს, ყველა სლაიდი უნდა დაარედაქტოროთ. თუ ფიქრობთ, რომ რომელიმე სლაიდი თქვენთვის ზედმეტია, იმ სლაიდს მიხვალთ და წაშლით. აი აქ ნახეთ, სლაიდზე დადგებით და წაშლით. ან თუ გინდათ, რომ სლაიდი გაამეოროთ, კოპირება აქვს და დუბლიკატს აკეთებს ეგრევე როგორც PowerPoint-ში. ეხლა ვნახოთ რა გამოვიდა ის სამი კითხვა, რაც გავაკეთეთ. ამას სათაური არ გავუკეთებია ჩვენ, მაგრამ თემის შესაბამის სათაურს გავუკეთებ.
პირველი მის არის გადავდივართ პირველ კითხვებზე. ვინ არის მოთხრობის მთავარი გმირი და მთხრობელი? ნახეთ, წეგან რომ მეორედ გადავიტანე იქეთ, ან ერთგან უნდა დავწეროთ, ან მეორედგან, იმიტომ წამოვიდა ორივეგან. თავიდან ხვალ ჩავსვით კითხვა, არ არის აუცილებელი, გინდა ან ჩავსვამთ პირველად კითხვას ტექსტში, გინდა დააწყაბებთ და მარჯვენა მხარეს ჩაალაგებთ კითხვებსაც და პასუხებსაც. მთხრობელი არის შვილის ნუკრი. რა აცვია ნუკრსტანზე მისივე აღწერით. მოდი ვნახოთ, რომ აი ესაც ვია. აბა რას გვიწერს ახლა ამ შემთხვევაში? ანუ არ გვაძლევს, ხო სადღაც არ გაგუშვებთ. დაგვაბრუნა უკან ისევ, რომ მისივე აღწერით აცვია თხელი ქათიბი. მივიდა მესამეზე. რა სვამს ნუკრის? სვამს ბალახის ნახს. ასე შეგიძლიათ ნებისმიერი რესურსი დაარედაქტიროთ, ნებისმიერი ეს პერსონაჟი თვითონ მიდის სწორ პასუხებთან თუ რა ხდება? კი, თვითონ აკეთეთ. აი ეს ყველაფერი შეტანილია, არაფრის გაკეთება თქვენ არ გჭირდებათ, თვითონ არის ყველაფერი, ყველა პერსონაჟიზე გაკეთებული. ვიწყებთ შექმნას Create Genial-დან აქედან, მაგრამ მე მიჩვენია, რომ პირველად შევიდე ეს ახლა მთავარ გვერდზე, Home-ში და აი აქედან ავირჩიო. აქ თუმცა აი პრეზენტაციებიც, ცალკე პრეზენტაციებიც ცალკე არის. აი Genial-ის პრეზენტაცია მაგალითად pastel color-ი, აი ფერები, მის ხელოვნების მასწავლებლისთვის. რაღაც ინფორმაციები და თქვენ შეგიძლიათ რაიმე ინფორმაცია დაიტანოთ ზედ. არ არის აუცილებელი ყველაფერი ეს გავიმეოროთ, რასაც წერია. შეგიძლიათ თქვენი ტექსტები დაიტანოთ. გადავთარგმნით ისა ტრანსლეიტით და კი, მე მაგალითად ტრანსლეიტით ვთარგმნი ამას, თუ მინდა დავტოვებ, თუ არ მინდა სხვა ტექსტს შევიტან. კარგი. სხვა რა ვიცი, აქ რა არის გასათვალისწინებელი? ხო, ნახეთ რა არის გასათვალისწინებელი კიდევ. როცა შევდივართ თითოეულ აი მაგალითად ეს კი არ მინდა, მოდი აქ იყოს. აი აქაც გავაკეთებ. ტექსტის რედაქტირება ხო ნახეთ როგორ ხდება. ზემოდან ხდება pages ვირჩევთ, pages-ზე ვდგებით და ვარედაქტირებთ მე ყველაფერს. და ნახე ამას თითოეულს აქვს თავისი ანიმაცია. აი აქ აწერია ანიმაცია. აქ აწერიას ინტერაქტიული, ან როგორ არის, რას აკეთებს შემოსვლის ესენი რომ აქვს და გასვლის და რაღაც ფუნქციები. ანიმაციას ვაწყაბებ და აი აქ ვაჭერ ხელს და ვნახულობ რომელი როგორ გამოდის, რომელიც მაწყობს, არ არის აუცილებელი მე რაც დამახვედრა იმაზე ის გავაკეთო. აი მაგალითად აი ესე, როგორც PowerPoint-ს აქვს, ნახეთ. აი ეს. მე მინდა და დავტოვებ ამას. აი ამასაც მივალ ანიმაციაზე. და ავირჩევ ახლა გვერდიდან შემოვიდეს, ზემოდან შემოვიდეს, ქვემოდან ამოვიდეს და ასე შემდეგ. აი ეს. მივხვდით ხო პრინციპი როგორ აქვს? მარტივად გასაკეთებელია აქაც ყველაფერი. შეგვიძლია ბექგრაუნდი ავირჩიოთ და მაგრამ ყველაფერი იდეალურად აქვს ამაზე, რა ვიცი ახლა ეს ბექგრაუნდები რატო უნდა მომინდეს სხვა. დავუშვათ ეს, ნახეთ. ან ეს. შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენ სხვა. შეგიძლიათ თქვენი ატვირთოთ და თქვენი დაურთოთ უკან. აი მაგალითად თუ მე ახლა ვაჟავშაველაზე ვარ, შემიძლია თქვათ ჩქვითაკოწის თუ ვაკეთებ, ან შვილის ნუკრის ნამობი მინდა რაღაცა იმის თემატური სურათი დაურთო უკან და შევცვლი მაშინ მას რა ქვია ფონს. მაგალითად აი ეს სიტყვაზე მას ავიღებ ახლა ჩამოტვირთული არ მაქვს. აი დაუხდება უკან ეს ფონი კითხვებს. ჩვეულებრივად, როგორც PowerPoint-ია, ისე შეიძლება შეუცვალოთ ფონი, შეუცვალოთ ანიმაცია, შეუცვალოთ ტექსტის შემოსვლა, გასვლა, რაც საყურადღებო არის ის, რომ კითხვებზე პასუხებში უნდა მოვნიშნოთ მოცემული, რომელიც არის სწორ პასუხად აღნიშნული. ნახეთ, აი აქ სწორ პასუხად აღნიშნულში არ შეგეშალოთ, თუ არასწორი სავარაუდო პასუხი არ ჩაწეროთ. აი აწერია from რო აწერია თუ როგორი კითხება ეს. სამი ერთნაირია, ეს ეს რო არიცოდეთ, ინგლისური მაინც მიხვდებით. სამი ერთნაირია და ესენი არასწორია და რაით არის ეს სწორი პასუხი. აი ამ ადგილში ჩავწერთ სწორ პასუხს. ამაში ჩავწერთ არასწორ პასუხს. კითხვა აი აქ იწერება. ყველას პრინციპი თითქმის ერთი და იგივეა.
ნახეთ, ეს ბოლოს მავიწყდებოდა ამის თქმა. აი აქ ხო დავასრულე მე ყველაფერი გავაკეთე. შეგვიძლია პირდაპირ დავათვალიეროთ ჯერ და აი აქ ამ ნიშანს თუ დავაჭერთ, გამოდის რომ გამოვაქვეყნო. გამოქვეყნებას რომ მივცემ, აი ეს უკვე გაზიარდება. მაგრამ თუ ჩვენ ამას არავის არ გაუზიარებთ, თუ ჩვენ ვინმეს ბმულს არ მივცემთ, შესაძლებელია ეს ვერავინაც ვერ ნახოს. თვისი გაკეთებულები ამ საიტზე არ ჩანს. თქვენ შეგიძლიათ ეს აი როგორც მე დავარედაქტირი, ახლა დავუშვათ ეს იყო ვიღაცის გამოქვეყნებული ვიღაცამ გააკეთა, ხო, ეს რესურსი და დადებულია ინგლისურად. არაფერიც არ აწერია ზედ. მე თუ მექნება ვინმეს, აი მაგათად მე ხა ჩემ რესურსს გამოგიგზავნეთ თქვენ და მოდით დააწერეთ თქვენი სახელი. შეცვალეთ და მიეცით ესა სადამ აქვს ეს რომელიმე, ან დავაკოპირებ, კოპირებას გავაკეთებ. აი ეს ძალიან საყვარელია ეს თამაში. აი აქ აქვს გაზიარება. ვაძლევ გაზიარებას, კოპი და ჩაგიგდებთ ახლა მე თქვენ ამას აი აქ. აი აქ. ბოდიში ჩატს ვერ ვაქცევ ყურადღებას. ნატალია გიგოლაშვილი აბა ვნახოთ. კი, კაი დროს კი გითხარი ნატო, მაგრამ სწორად მეთიხარ. კიდევ რამდენიმე ჩაგიგდებთ აქ რომ დაათვალიეროთ. ამასაც გაგესიარებთ. მათემატიკური ვიქტორია, აი ვის უნდა 50,000 ძალიან კარგია ესეც. აი ამას ვის უნდა 50,000 აქვს, როგორც რეალურ თამაში აქვს გამორიცხვის მეთოდი, რომ 50-50-ზე რომ არის დახმარება რომ აქვს 3 დახმარება ისიც არის თამაში. შორენა, ეხლა თქვენი გამოგზავნილი შეგვიძლია აჯენიალში გავხსნათ და დავარედაქტიროთ. აბა ნახეთ, მე არ მაქვს მიცემული რომ რედაქტირება არ შეძლოთ ამ ესა შეგიძლიათ. შეგიძლიათ რომ შექმნათ. აბა ნახე, ეს კი ჩავაგდე. აბა ნახეთ, შეგეძლებათ. აი მათემატიკური ვიქტორია. მე თუ ვარ სწორი. საიდან უნდა გავაკეთოთ რედაქტირება გვანახეთ. რედაქტირება ნახეთ, აი ესე როგორც მე ვნახე აი სხვისი, აი მაგალითად ინგლისურ ენაზე მივედი, ხო? რომ მიიტანთ მაუს და დაეწერება ეს კალამი დაიხატება. ეს არის edit, დაედიტება, ანუ შეცვლა. შევდივართ აქ შეცვლაში. ეგრევე სამუშაო ველზე გადავდივართ, სამუშაო დაფას გვიხსნის. და აი აქ უნდა გავხსნათ page-ები. აი როგორც კი დავაწყებთ, შეიძლება თვითონაც ამოვიდეს მაშინვე და თითოეულ გვერდს ვარედაქტირებთ ყველაფერს. თქვენ შეგიძლიათ მე ეს გავხსნათ, დაათვალიეროთ, თუ სადმე შეცდომა კი არა, დავუშვათ გადაუთარგმნი დაგჭათ რაღაცა, ეგრევე მიცემთ, ისევ მიცემთ გარედან შეცვლას კალამს დააჭერთ და ჩამიხვალთ კონკრეტულად იმ სლაიდს, აი მაგალითად აქ დამჭა რაღაცა შეუცვლელი. მივალ და აი აქ დავარედაქტირებ, აქ რო დამჭა შეუცვლელი. ანიმაციებს აი მოვნიშნავთ თითოეულ ობიექტს, რისი ანიმაციის შეცვლაც გვინდა. აი მაგალითად ამის შეცვლა მინდა, ხო? მივედი ანიმაციასთან და მინდა რომ ეს აი ასე შემოვიდეს კი არა, ესე არა, მოდი ასე იყოს. ან ასე. აი ესე. უკვე არსებული რედაქტირება შეგიძლიათ. აბა თუ გვაქვს რაიმე კითხვა ამასთან დაკავშირებით, გაზიარება გასწავლეთ. შეულებრივად ბმულს სადაც გინდათ იქ ჩასვამთ, გინდათ embed ბმულის აღება შეგიძლიათ აქედან. შორენა, ჩემთან რაღაც ჩათი არ არის აქტიური და გამახსენეთ როგორ გავააქტიურო. Teams-ში? კი. Teams-ში თუ Teams-ის მეილი არა გაქვთ, მაშინ ნახე აი აქ არის ჩატს, აი ზემოთ ჩატ რო აწერია, ეგ დააჭირეთ აბა Teams-ის მეილი ხო გაქვთ? დავაჭირე. არ გამოჩნდა? რაღაც კარებს მიჩვენებს ესე ჩაგიგდებთ screens. მოდი ნახავ მეორე კომპიუტერზე გავხსნი. Teams-ში არ გადაყავხათ. ნახეთ, მაშინ მეც მიკეთებს ხოლმე ეგრე, უნდა გამოვხვიდეთ და მე ხა არ გააკეთოთ, მოდით ახლა. აჰა.
კარგი. მაშინ ეს ბმულები მე ციფრულშიც რო ჩაყაროთ შორენა ციფრულში. როგორ? ციფრულშიც რომ ჩაყაროთ ეს ბმულები, ვინაიდან აქ ახსნის რაღაც ვერ შევდივარ ჩატში. მე აი ის რომ გამოგიგზავნეთ რა ქვია Word-ის ფაილი ხომ აქვს ყველა პლატფორმის ჩამონათვალით. იმ პლატფორმის ჩამონათვალებში არ ნახეთ Genial და Genial-ში მთავარი გვერდი მაქვს ჩასმული როგორც მახსოვს და შეგიძლიათ ყველა რესურსის ნახვა. კარგით, მადლობა. ნანა ნიკოლაძე, აი იქ ნანა ნიკოლაძე რო აწერია, იმას დააწყებებ და იქიდან გადადიხარ. მეილს დააწყებეთ და გადაგიყვანთ პირდაპირ. რაღაც კითხვა იყო მგონი კიდე. კარგი, თუ რაიმე კითხვა არ გვაქვს, უბრალოდ ჩაწერა შევწყვეტ და ისე ვისაუბროთ.